მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ხედავთ, დღეს ცოტა უჩვეული ფორმატით ვართ. ანუ პირველად ვეცდები, რომ სამი პერსონა ვიყოთ ერთდროულად ეთერში და წარმოგიდგენთ პოლიტიკოს დიმიტრი ლორთქიფაინძეს. დიმიტრი, მოგესალმები. სოციოლოგს ლევან მეტონიძეს. ლევან, მოგესალმები. და განხილვის თემა იქნება შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი და ეს ბატონ ლევანის იდეა არის, არსი მდგომარეობს ქართული იდეის გარშემო საფუძვლებისა, გზებისა და მიზნების გარშემო ჩვენი საუბრის ჩამოყალიბება და ბუნებრივია, რახან ბატონ ლევანის იდეა არის ეს, ლევან, გთხოვთ, რომ წარადგინო და ჩვენ კიდე როგორც ითქვენ, step by step შემოგიერთდებით და მნიშვნელოვანი იქნება თითოს ნააზრევი, როგორც პოლიტიკოსის, როგორ უყურებს ამას და ასე შემდეგ. ანუ ეს არის დისკუსია, ეს არ არის დავუშვათ ეს რაღაცა ზოგადი განხილვა, ან რაღაც დებატები, ანუ სწორად აღიქვით, ეს არის საღი აზრის ძებნაში სამი ქართველის, ესე ვთქვათ, ნააზრევი. და საინტერესო იქნება შემდეგ თქვენი რეაქციები ამასთან დაკავშირებით. მოკლედ ეს ჩემი მცირე უვერტიურა და ლევან გისმენთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ესე იგი, შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი ეს არის რაღაც ამბიციურად დავარქვი რაღაც ახალი ქართული იდეოლოგია. ვფიქრობ, რომ არის იდეოლოგიის კრიზისი მთელ მსოფლიოში. ლიბერალიზმი ფაქტიურად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რომელიც ასევე იყო გლობალიზმის იდეის მშობელი. ეს გლობალიზმი, როგორც ხედავთ, იმდენად აქტუალური აღარ არის და შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ ზღაფავს და გარკვეული ნაციონალიზმის, კონსერვატიზმის, აი ეს ერა დგას, დაბრუნდა უпростоრად და აქედან გამომდინარე გარკვეულ არაჯანსაღ სიმპტომებს გვაჩვენებს და საქართველოს შემთხვევაში, რომელიც ამ ლიბერალურ პალღაზე მყოფი ქვეყანა იყო, გარკვეული 10 წლეულებია ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ფაქტიურად ყველაფრის კოპირებას ვაკეთებდით და ერთგვარი ექსპერიმენტალური ტერიტორიაც კი იყო ამ იდეოლოგიისა. ძალიან მანკიერი რაღაც გამოვლენებები მოყვა ამ ყველაფერს და ჩემი აზრით არის შესამუშავებელი რაღაც იმგვარი სიახლე, რომელიც ჩვენს ტრადიციაზეც დაფუძნებული იქნება და ამავე დროს შემოქმედებით პროცესშიც ხელს არ შეგვიშლის და ეს სიტყვათა შეთანხმება შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის ხაზი, რაც არის ჩვენი ისტორიული, ჩვენი ერთგვარი სიამაყის, ჩვენი შინაგანი მდგომარეობისა და ამავე დროს ფეხი აუწყოთ იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიო და ეს ახალი წესრიგი ფაქტიურად, რომელიც ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ აუცილებლად ჩამოყალიბდება, ამ ყველაფერს ფეხი აუწყოთ ისე, რომ ჩვენი არ დავაზიანოთ, ჩვენი შევინარჩუნოთ, რაც ჩვენთვის ძვირფასია და აქედან გამომდინარე გვჭირდება რაღაც სიახლე და ამავე დროს ამის ბაზაზე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია მოხდეს გარკვეული იმ ტრადიციული ინსტიტუტების აღდგენა, რომელიც საქართველოსთვის იყო ძალიან ძვირფასი ქართველი ერისათვის, რომელიც სამწუხაროდ დაკარგული არის გარკვეულწილად და ამის გახსენება მოხდეს, გააზრება მოხდეს საზოგადოებაში და ამის შემდგომ დაიწყოს მსჯელობა ჩვენ შორის, საზოგადოების სხვა წევრებს შორის, რომ გვჭირდება ტრადიციული ინსტიტუტი, რასაც ქვია მონარქია, თუ არ გვჭირდება იგი. ჩვენ ვიცით, რომ ფაქტიურად ერთ-ერთი ერი ვართ, რომელსაც ჩვენი ნებით იგი არ გაგვიუქმებია, ეს ჩვენ ძალადობრივად თავს მოგვახვიეს. ფაქტიურად შეურაცხყოფა მოგვაყენეს, ღირსება შეგვილახეს და აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა, როგორც სოციოლოგი ვიტყვი, კულტურული ტრამვა. ეს კულტურული ტრამვა თავის თავში გულისხმობს, რომ
გარკვეულმა დაუძლებელმა ძალამ თავს მოუგვახვია ჩვენ თავისი ნება და შესაბამისად განსაზღვრა ჩვენი განვითარების ვექტორი და ტრამვატული მოვლენა, რომელიც მაგალითად ჩვენ წინაპარს დაემართა, იგი ჩვენ გადმოგვეცემა უხილავად და სხვადასხვა სიმახინჯეებში ვლინდება ხოლმე. და აქედან გამომდინარე, ეს ტრამვის მოშუშების პროცესი არის ზუსტად წართმეულის დაბრუნების პროცესი, დანგრეულის აშენების პროცესი და ეს არის პირველ რიგში გასააზრებელი და გარკვეული მეხსიერება ჩვენ საზოგადოებაში არის ამპუტირებული და როდესაც ვთქვათ მონარქიას ვახსენებთ, გარკვეული ადამიანები ან მას რადიკალურად უპირისპირდებიან და ეს გამოსაკვლევია ვთქვათ, რატო უპირისპირდებიან რადიკალურად, ან კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა მონარქი ვარჩინო და ესეთი რაღაცები, ანუ მერკანტილურ გარკვეულ რაღაც დაბალ ნიშნულზე დადის ზოგიერთი ადამიანი და გასააზრებელია, ესე იგი, თუ შეურაცხყოფა მოგვაყენეს, თუ კი ღირსება შეგვილახეს, ეს ჩვენ გვაწუხებს თუ არ გვაწუხებს, თუ სამუდამოდ დავივიწყეთ და უკვე ამაზე აღარ რეაგირებთ. მაგრამ მე მგონია, რომ არ დაგვივიწყებია, იმიტომ რომ მონარქიის გაუქმებასთან ერთად ჩვენ ავტოკეფალიას გაგვიუქმეს და სახელმწიფოებრიობას დავკარგეთ. ეს ორი აღვიდგინეთ, დარჩა აღსაყრდენი მესამე. ეხლა რა სიკეთეებს მოიტანს, ალბათ მე შემდგომში გავშლით და დიმიტრიც ბატონი იტყვის თავის სიტყვას. ასე მოკლედ ძალიან დიდი დრო არ წავიღო, ასე მოკლედ ვიტყვი ახლა ამ შემთხვევაში. რას ფიქრობ, დიდო? ესე იგი, როგორც ყოველთვის ლევანი არის ძალიან საინტერესო იდეების კულტივატორი, ძალიან საინტერესო ხედვების და რაც ყველაზე მთავარია, ლევანს ახასიათებს დროულობა. ანუ დღეს, როდესაც იდეოლოგიის კრიზისია, ძალიან სწორად ჩამოწია მთელს მსოფლიოში. დღეს, როდესაც სწრაფად ცვალებად, ახლადმირებად მსოფლიო წესრიგის, ასე ვთქვათ, ფაქტის წინაშე ვდგავართ ჩვენ, ყველანი, რა თქმა უნდა, ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ თანამედროვე ურთიერთობათა სისტემაში. და ამ ძიების პროცესში, რა თქმა უნდა, და უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი ყოფადობა, ჩვენი შემოქმედებითი ტრადიციონალიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, ცნების არსით გამიჯნული არის გლობალური კონსერვატიზმისგან, და ამას მინდა ხაზი გავუდგა, არის ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი. წლების შემთხვევაში ჩვენ უნდა გავხდეთ მაშინ რეგიონალური სუბიექტი და სახელმწიფო სუვერენი, რომელსაც სწორად ბრძანა ლევანმა თავის დროზე გაუუქმეს სახელმწიფოებრიობა, გაუუქმეს ავტოკეფალია, გაუუქმეს სამეფო ტახტი, აღახერხა და ორი აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და სამეფო ტახტი, უკაცრავად ავტოკეფალია, რჩება აღსადგენი ის, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მაიდენტიფიცირებელი ქართული სახელმწიფოს, სამეფო ტახტი. თუმცა ამას რაღაცა ფობიებით ხდება ჩვენთან საზოგადოება და არ ესმის კარგად, თუნდაც დასავლური მონარქიების არეაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის იმის დარად, რასაც ვთქვათ, ესპანეთი წარმოადგენს, ბელგია წარმოადგენს, დანია წარმოადგენს და კონსტიტუციური მონარქიები წარმოადგენენ, რომ საქართველოსაც ჰქონდეს თავისი ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, როგორც კონსტიტუციური მონარქიის სახელმწიფო თავისი უდიდესი ისტორიით და ამ უდიდესი ისტორიის უმთავრესი მტკიცებულება, ჩემი აზრით, არის ის ფაქტი, რომ სამეფო უფლების შემზღუდავი მესამე პირის ჩართვის იდეა თელს მსოფლიოში, ხაზი მინდა გავუსვა. მსოფლიო ისტორიაში ეკუთვნით ქართველებს, მეტი საუკუნეში. თამარ მეფის ეპოქაში, ისნის კარავი არის ამისი პრეცედენტი. მართალია ეს იყო ძალიან ცოტა ხნით ხორჩესხი იდეა, მაგრამ ეს იდეა 4 წლით უსწრებდა ესპანეთებს, 30 წლით უსწრებდა ბრიტანულ მაგნა კარტას და ჯოკის და მონტესკიეს კონცეფციას ძალაუფლების შეზღუდვისა და ხელისუფლების განაწილების პრინციპს უსწრებს მთელი 6 საუკუნით.
და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს ასე არ არის. ქართველები ამაში ჩემპიონები ვართ. ისე როგორც ბევრ საკითხთან დაკავშირებით შეგვიძლია გაუტოლდეთ დიდ ერებს და ყველაზე მთავარი ეს რომ დღევანდელ დღემდე ჩვენ შემოვინახეთ საკუთარი თავი, ნიჭებს იმ ვალდებულებას, რომ აი ამ შემონახვისა და აი ამ ეროვნული კონსერვაციის უმთავრესი მიზეზი მოვიკითხოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სამეფო კარი. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური აღდგენის იდეა. ეს არის იდეა, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური მართვის ისეთ მოდელამდე მიგვიყვანს, რომელშიც არ დაგჭირდება ჩვენ სახალხო დამცველი და ნეიტრალური არბიტრი პრეზიდენტის სახით, რაც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვასთან. უფლებებზე მაქვს ხა საუბარი, ბუნებრივია იმ უფლებებზე არ მაქვს უბრალოდ საუბარი, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული ვთქვათ დოქტრინა გვთავაზობს ჩვენ, არამედ ქართული, ჭეშმარიტად ქრისტიანი და ჭეშმარიტად ადამიანური, ასე ვთქვათ, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მორალი. ამისი უფლებების, ასე ვთქვათ, ამ უფლებების დაცვის გარანტი იქნება არა პრეზიდენტი და არა სახალხო მცველი, არამედ იქნება საქართველოს მეფე, მონარქი. და სანამ ჩვენ ეს მონარქი გვაქვს, მონარქიცა და პატრიარქი ჩვენი უწმიდეს და უნეტარესი ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი, ჩვენთვის პატრიარქი მეფეც არის და პატრიარქის დღევანდელ დღეს. და ეს სიმაში არის შერწყმული, როგორც ორჯერ მირონცხებული პირისა. როგორც უპირა თანასწორთა შორის ჩვენს წმინდა სინოდში. და ორად-ორი პირია ორჯერ მირონცხებული, მოგეხსენებთ, ეს არის მეფე და ეს არის პატრიარქი. ამიტომ პატრიარქს უკავია ხა ეს ნიშა ღირსეულად, თქვენ იცით რომ პატრიარქის ლოცვა კურთხევით გადადგმული იქნა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი იქნა განხორციელებული და დღეს ჩვენ გვეძლო მერთმა გვიცოცხლოს ჩვენი უფლისწული და დადგება დრო, როდესაც განხორციელდება ლოცვა კურთხევის არსი და დადგება, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ, რა თქმა უნდა, მეფის კურთხევას. მანამდე კი ეს მოსამზადებელი პერიოდი ალბათ დაგჭირდება იმის გასააზრებლად, თუ როგორ უნდა ტრანსფორმირდეს საპარლამენტო დემოკრატია. ჩვენ უნდა ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვქონდა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის პრეცედენტიც, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკის პრეცედენტი და ეს საპარლამენტო რესპუბლიკა სწორედ არის ეტაპი საეტაპო სახელმწიფო პოლიტიკური მართვის ფორმაცია, რომელმაც სათფუძველი უნდა დაუდოს უმთავრეს კონსტიტუციურ მონარქიას და ამით აღდგება სამართალი. ამით სამართლიანობა და ბაგრატონთა უძველეს მიეცემა სამართლიანად მიეცემა არსებობის გაგრძელების შესაძლებლობა. მე არ ვიცი ვინ უნდა ყავდეს ამ იდეას წინააღმდეგი. რატომ უნდა ყავდეს ამ იდეას მოწინააღმდეგენი? პოლიტიკურ სპექტრში პირველად. ჩვენ ვიცით რომ ყავს მოწინააღმდეგე. ჩვენ ხედავთ რომ განსაკუთრებით ეს ლიბერალური დასავლური ინტერნაციონალი და მათი ადეპტები 15 გეი პოლიტიკური პარტია. ისინი თავიდანვე გააფთრებით ებრძოდნენ ამ იდეის ხორცშესხმას. მერც საიდუმლოს გიორგი კვირიკაშვილი არის ჩარერულ კლასელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საქართველოს. და მე უშუალოდ ბატონი გიორგისგან ვიცი, რომ ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს უწმინდესობამ მისცა ლოცვა კურთხევენ მთავრობას, რომ იფიქრონ მონარქიის აღდგენაზე. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს სულ ახლახანს ხდებოდა, თქვათ, და ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ახლოს არის კარტა ზედა, რო იტყვიან სახარებისეულად. და აუდათ ვიზეიმებთ ჩვენ ამ დროს, აუცილებლად ვიზეიმებთ სუვერენიტეტი. არ არის, თქვათ, და რომელიც თავისთავად გამომდინარეობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსი.
სუვერენი არის მეფე. მე ვთქვი. სამეფო დინასტია. სამეფო გვირგვინი არის სუვერენი, რომელსაც უნდა განსაზღვროს შენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი. დასავლეთ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს კარგად აპრობირებული, ვთქვათ, პროცესია და გრძელდება დღემდე და არანაირად არ უშლის ხელს დემოკრატიების არსებობას. პირიქით. მე მაქვს ესეთი შეკითხვები ორივესთან ბატონებო, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი ხედვი და ჩვენი სურვილი სასურველია, რომ მოკლედ გარკვეულწილად მოკლე პერიოდში მოხდეს, ანუ ტრანსფორმირება, ცვლილება საკონსტიტუციო სახელმწიფო წყობას ეს როგორ შეეხება, რაც დიმიტრიმ აღნიშნა. მაგრამ ამავდროულად ბევრი დაბრკოლება იქნება და რას ფიქრობთ ამ თემის დასაძრავად? ეხლა ჩვენი დისკუსიც ფაქტობრივად პირველი ნაბიჯია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ მე და ლევანს ჰქონდა რამდენიმე პოდკასტი ამასთან დაკავშირებით. მოხარული ვარ, რომ დიმიტრი ჩაერთო ამ საქმეში და ეს რო გაიშალოს, ანუ რაღაც პლებისციტის მსგავსი გამოკითხვა უნდა იყოს, თუ საკანონმდებლო ორგანოში საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეიტანოს წინადადება, რომ საერთოდ ეს თემა განიხილოს. აი როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა დაიძრას ეს თემა? თუ საპატრიარქო უნდა იყოს ინიციატორი ამ ყველაფრისა. თქვენ რა სიტყვით? მე როგორც ახლა მოდერატორია ეს როლი ავიღე. მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მე ფანი ისურვებს მოვისმინოთ ლევანის პოზიცია და შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ აი ჯერ არის პირველ რიგში საზოგადოებაში დასაძრავი თემა. როგორც სოციოლოგი ბოდიშით შემბრალია, it's my fault. სოციოლოგის პოზიციიდან გეტყვით, რომ მანამ სანამ საზოგადოებაში არის გარკვეული რაღაც ამბივალენტური აზრები ვიღაცას, აქ წარმოდგენა, რომ ეს არის ანაქრონიზმი, ჩამორჩენილობა, რაღაცა ძველის დაბრუნება, ვიღაცა ფიქრობს, რომ ძალიან დიდი წყვეტაა და ეხლა ისა ამის დრო არ არის. ან ვიღაცა იტყვის, რომ ეს მეფეს მოყვება თავად აზნაურობა და ანუ ბევრი ისენია გარკვეული ფობიები საზოგადოებაში, რომელიც არაჯანსაღი პროპაგანდით თუ გარკვეული არაჯანსაღი ნარატივებით გააჩინეს საზოგადოებაში ხელოვნურად. და მინდა გითხრათ, რომ როდესაც ეს იდეა მაგალითად პატრიარქმა და ეკლესიამ დაძრა და როდესაც შეუღლდა ორი შტო, მომენტალურად გაჩნდა გარკვეული სხვადასხვა პრეტენდენტები, ღვანკითელი ბაგრატიონები და სხვადასხვა ადამიანებმა გამოთქვეს პრეტენზია ამ იმაზე ტახტის მემკვიდრეობაზე და ეხლა მინდა უბრალოდ ვაჩვენო მაყურებელს, ეს არის ჟურნალი, გამოიცემა იტალიაში The Legitimacy of Non-Reigning Royal Families. სამეფო ოჯახები, რომელიც ჯერ არ მართავენ, რომელიც გაუქმებულია, ზოგი ძალადობრივად, ზოგი რეფერენდუმით, მაგრამ ეს ოჯახები რიგში დგანან და ცდილობენ საკუთარი ტახტის დაბრუნებას. იტალია იქნება, საფრანგეთი იქნება, ანუ ყველგან არის ასეთი მოძრაობები და ამ ჟურნალში წარმოდგენილია პირდაპირ, მინდა ესეც გაჩვენოთ. აი, თუ ჩანს, აც გარდაცვლილი ლუგზარ ბაგრატიონ გრუზინსკი და მისი ქალიშვილი ანა ბაგრატიონ გრუზინსკი, რომლებიც ითვლებიან ლეგიტიმურ მემკვიდრეებად ბაგრატოვანთა ტახტის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ამ კულტურულ ტრავმაზე, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებაში უნდა დაიწყოს ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვები, გარკვეული აი ეს გადაცემა თუნდაც და ამგვარი ნაბიჯები და შემდგომ, როდესაც უკვე ყალიბდება საზოგადოებაში აზრი, რომ რა დავკარგეთ, რამ დაგვაზარალა, რატომ ვართ ტრამვირებულები, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი და ასე შემდეგ და რატომ გვესაჭიროება ამის აღდგენა, დიმიტრი გადასარევად ჩამოაყალიბა, რომ ეს არის ნიშნების სახელმწიფოებრიობის, ეს არის სიმბოლო, მონარქია არის სიმბოლო ქვეყნის ძლიერების და
ასეთ რთულ დროს, როდესაც ჩვენ ხედავთ, რა ვიცი, ომებსო თავი დავანებოთ, რაღაც უზნეობის ზეიმია, ხო, მსოფლიოში რეები ხდება. ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე და ჩვენ როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა გვჭირდება ის ატრიბუტები, რომელიც საზოგადოების, სახელმწიფოს და საერთოდ აი ამ ჩვენ ქართული იდეის სიმტკიცეს წარმოადგენს. როგორც გვჭირდება დროშა, ჰიმნი, საზღვარი, ეს ყველაფერი ხო სიმბოლოებია, რომელიც უნდა იყოს დაცული. ისევე ამ შემთხვევაშიც და ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა დაიძრას პროფესიონალური და კვალიფიციური მსჯელობა საზოგადოებაში და შევხედოთ მერე, აი როგორ წაგიმართება და დანარჩენს დიმიტრი გაშლის ალბათ კიდე. ხო, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენ მეფე და პატრიარქი უნდა განვიხილოთ როგორც სიმბიომატოზური ერთეული, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით, სინერგიის, ასე ვთქვათ, პრინციპით მართავს სახელმწიფოს და მეფე მე წარმოვიდგენია როგორც ერთგვარი ტურმანი სინდისი ერისა, რომელიც ერის საგარეო პრიორიტეტებთან ერთად განსაზღვრავს უსაფრთხოების პროცესის ნიშნულობას. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, რომ მეფე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არამც არ არის რაღაცა რუდიმენტული დანამატი სახელმწიფოზე. პირიქით, ის არის როგორც მოგახსენეთ, კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი, უმთავრესი გარანტი, რომელიც პასუხისმგებელია პირდაპირ ღვთის წინაშე, როგორც ორჯერ ირონცხებული და ამ შემთხვევაში ეროვნული განვითარების კონცეფციის ყველა პოსტულატი არის მის მიერ შესახორცებული როგორც სავალდებულო დასრულებელი და ის არის ერთგვარი მენტორი იმ არჩეული ხელისუფლების კურსზე ზედამხედველობისა, რომლის ნებისმიერი ცვლილება გამოიწვევს, რა თქმა უნდა, მეფისგან ხალხის შეფხიზლებას. აი სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიაროს და რაც შეეხება მისი ამ იდეის კულტივაციას, რაც თქვა, რაც ნიკამ კითხვის სახით დასვა, მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა, აი ეს მეორე ჰიპოსტაზი ერთიანი სხეულისა, ეკლესია უნდა იყოს ამის მთავარი ესე იგი იდეების კულტივატორი და მის წიაღში და წარმოიშვას, ასე ვთქვათ, უკვე ინიციატივა, რომელსაც ექნება ძლიერი პეტიციის ფორმა და რომელსაც მხარს დაუჭერს ქართული საზოგადოება და რომელიც იქნება ორდატის წიაღში, როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმების წიაღში არსებული პროდუქტი, რომელიც აუცილებელი იქნება და სავალდებულო იქნება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა განიხილოს და მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატიული აქტი ამ მიღებით. რა თქმა უნდა, ჩვენ შეხედულება გვაქვს პრაქტიკული ცხოვრების არარსებობიდან გამომდინარე, პრაქტიკის არარსებობიდან გამომდინარე რა, მეფის თანხლებით ცხოვრებისა. მაგრამ სამაგიეროდ ჩვენი საეკლესიო არის ყველასთვის ახლობელი, ყველასთვის ასე ვთქვათ, ძალიან შინაური და ეკლესიის წიაღში არსებული ასე ვთქვათ, ეს წინადადებები, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად იქნება მხარდაჭერილი ყოველ მის გარეშე. შესაბამისად, აი მისი იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ნაკლებად სანდუა დღევანდელს არა, რატომ? იმიტომ რომ რას ვისმოთ და ვის გულისხმობთ ამ პოლიტიკურ სპექტრში 225 პოლიტიკური პარტია არის რეგისტრირებული დღევანდელ იურიდიულ სივრცეში და ფაქტივარტიული მართლობის სისტემა დღევანდელ ქვეყანაში. ამიტომ ნაკლები იმედი მაქვს იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსით შეიძლება ვთქვათ ბიძგი მიეცეს ამ მიმართულებას. ისევ დაჭერილია, ისევ და ისევ სრულიად საქართველოს სამრევლო კავშირი, შესაბამისად საქართველოს მოსახლეობის 87% აბსოლუტური უმრავლესობა რომლის მხარდაჭერის იმედით უნდა, ასე ვთქვათ, მიხელმძღვანელოთ შემთხვევაში. და ჩემთვის უპირველესად ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის აი ამ კრიტიკულ სიტუაციაში, რაშიც ახლა
სახელმწიფო იყოფება საქართველო. მე არ გულისხმობ შიდა მდგომარეობას ან დავუშვათ რაღაც იმოვლენებს, რაც ახლა ბოლო 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მე გულისხმობ ამ სისტემურ კორუფციას და ასე შემდეგ. მე ამას არ გულისხმობ, მე გულისხმობ გეოპოლიტიკურ მდებარეობას ჩვენი ქვეყნისა და რა ხდება გარშემო. ყველა სახელმწიფოში არის სახელმწიფო იდეის გარშემო რაღაცა მოდელის შექმნის მცდელობა. მე ესე ვხედავ. და ზუსტად ამ კუთხიდან უყურებ მე ამ კონსტიტუციურ მონარქიის აღდგენას. თუმცა როგორც დიმიტრი აღნიშნა, ხო, ჩვენ პრაქტიკული შეხება არ გქონია, არ ვიცით, არ გვიცხოვრია არ ჩვენ თაობას და არ ჩვენზე უფროს თაობას, ხო, ეს როდინდელი ამბავია. მაგრამ აქ ბარემ თქვათ, რომ რახან ლევან შენახსენე, რომ განვითარებული მოვლენები ზუსტად ცხადყოფს იმას, რომ როგორ უზნეობისკენ მიდის რიგი ქვეყნების, რიგი საზოგადოებები, ხო? და აქვე გამოჩნდა, რომ სამეფო კარის წარმომადგენლები როგორ არიან ამ ყველაფერში ჩართული. ამან ცოტა რეპუტაციული დარტყმა ხო არ მიაყენა თავად ამ იდეას და მე ვიცი შენი განწყობა ამასთან დაკავშირებით და აბსოლუტურად უერთდები შენ პათოს. თუ შეგიძლია რომ ამის დასაცავად განავითარო შენი ნაზრები და მე დიმიტრიც თავისად გამოხატავს. მე როგორ ვფიქრობ, აი ჩვენ ვართ უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, მართლმადიდებლური, ბაგრატიონების დინასტია არის ერთ-ერთი უძველესი და ალბათ არც მოიცებნება, ალბათ კი არა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პრეცედენტი არ მოიძებნება იმგვარი მართლობისა, როგორიც ჰქონდა ბაგრატიონებს საქართველოში და შენს ეთერში ადრეც მithქვამს, რომ ჩემთვის რა თქმა უნდა სათაყვანებელია მაგალითად დავითი და თამარი, როგორც ქართული დიდების სიმბოლოები და პრეცედენტი იმისა, რომ ჩვენ როგორც ერს შეგვიძლია გქონდეს მაგალითად ოქროს ხანა და ვიყოთ წარმოდგენილი რეგიონში როგორც ძალიან ძლიერი სხეულით. მაგრამ ჩემთვის ყველაზე სათაყვანებელი მაინც არის დიმიტრი თავდადებული და ქეთევან წამებული, რომელმაც ერთმა თავისი თავგანწირვით ერი გადაარჩინა სრული განადგურებისაგან, მეორემ კი სარწმუნოება გადაარჩინა და ანუ ეს მოწამეობრივი ღვაწლი და მათი ეს თავდადება გამოწვეულია იმ განსაკუთრებული სიყვარულით და პასუხისგებლობით სახელმწიფოსა და ერისადმი და ანუ როდესაც ასეთი გენეტიკა არსებობს და როდესაც დახვდება მზად მყოფი საზოგადოება ამ ყველაფრის აღდგენას. რაცა უნდა დისკრედიტირებული იყოს ვიღაც მონარქიული ოჯახის წარმომადგენელი სადღაც რომელიმე კუნძულზე, მე მგონი ჩვენ ვიქნებით საზოგადოება ერთგვარი სიტყვა watchdog-ები, აი ამ ახლად აღდგენილი ოჯახისა, რომელიც ჩვენი ზნეობიდან გამომდინარე მათ მივცემთ მაგალითს, როგორც სახელმწიფო და ისინი ასევე დაგვიბრუნებენ თავიანთი ქმედებიდან და მსახურებიდან. ანუ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად სინერგიული და სანამ ქრისტიანობა სუფევს საქართველოში, მანამ მე მგონი არაფერი არ ემუქრება, არც ჩვენ ერს, არც ჩვენს შინაგან რაღაც მდგომარეობას და ერთგულებას პირველ რიგში ღვთისადმი, ქრისტესადმი და ინსტიტუტი, რომელიც ამის სადარაჯოზე იდგა დაახლოებით 1300 წელი თუ არ ვცდები, მომავალშიც მე მგონი დიდი პასუხისგებლობით და სიყვარულით გააგრძელებს ამგვარ მსახურებას და თუ საჭირო იქნება თავდადებასაც კი. დიტო შენ რას ნამდვილად ვეთანხმები. ჩვენ ვართ ვთქვათ ერთა პალიტრა, ხო? საქართველოს ეს არ არის მონოეთნიკური ქვეყანა. ეს არის პოლიტიკური პირველ რიგში და რომლის ერთიანებელი მთავარი ფუნქცია ყოველთვის ეკავა მონარქს, მეფეს. მეფე აფხაზთა, რანთა, სომეხთა, შირვანთა და ასე შემდეგ. და შესაძლოა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან გვჭირდება საერთო ენის გამონახვა,
მე ვფიქრობ, რომ მონარქიის იდეა მათთვისაც ძალიან საგულისხმო და საინტერესო იქნება, თუმცა მე-6 საუკუნიდან აფხაზეთი ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში არის უკვე და ესეთი თქვათ დაბულება მეფის ინსტიტუტის მიმართ ამ ტრადიციულ საზოგადოებებში როგორადაც შეიძლება მოვიაზროთ აფხაზები და ოსები რა თქმა უნდა იყოს ბევრად მისაღები, ვინაიდან ტრადიციისკენ სწრაფვა ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური მდგენელია. თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ეგრეთ წოდებულ ოსეთში, ხო, ცხინვალის რეგიონში. იმიტომ არის, რომ სწორედ ეს ლიბერალური ნარატივი, რომელთაც ჩვენში კულტივირებული ეს მასკულტურა გამოირჩეოდა, იყო ერთ-ერთი გამაღიზიანებელი აფხაზებისთვის და ძალიან ხშირად სოციალურ ქსელებში ისინი წერდნენ რა გინდათ სადგვეპატიჟებით მადლობა ღმერთს დაცული ვარ ზეწოლისგან რომელსაც თქვენ განიცდით დასავლეთიდან და ჩვენს გინდათ რომ ჩაგვითრიო მე მახსოვს კაზანტიპის ორგანიზებას მოყვა ეგ კარგად მახსოვს დიახ აი კაზანტიპის დროს ეს მართლა ინდიკატორივით აღმოჩნდა ეს პირველად მაშინ გამოვიდა ეგ მესიჯი ლევანი ხა დიდი ხანია იკვლევს ხო აფხაზეთის თემას, იქ ლინგვისტური ფაქტორები არა, მიმართულებებით მუშაობს ლევანი თავისი არასამთავრობო ორგანიზაციით და ვიცი რომ მას სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრ აფხაზთან, ძალიან ბევრ ოსთან ქონია შეხება, დიალოგი, კამათი, მსჯელობა და შეიძლება სწორედ აი ამ საერთო ნიშნულამდე მიდიან, ნიშნულამდე ასე ვთქვათ, თანაცხოვრების იპოთეტიური შესაძლებლობებისა, რომელიც ტრადიციული საზოგადოების ფასეულობებს ეფუძნება და რა თქმა უნდა, როცა ტრადიციული ფასეულობებზე არის საუბარი, აქ მეფის ინსტიტუტი არის უკვე უნივერსალური იმისთვის, რომ მოემსახუროს ამ იდეას. ასე რომ კონსტიტუციური მონარქიის მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის განმტკიცების სახელმწიფოებრივი განვითარების ასე ვთქვათ სტრუქტურულ ერთეულად ქცევის არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი და შესაძლებელი უბრალოდ ამას ჭირდება ჩამოყალიბება, ამას ჭირდება მუშაობა, ამას ჭირდება დაყვანა საზოგადოებამდე და ის ფობიები რომ გაიფანტოს, რასაც ქვია, იმიტომ რომ მეფის ინსტიტუტი არ გულისხმობს არისტოკრატიას, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს არსებული, ასე ვთქვათ, დემოკრატიული წყობისთვის დამახასიათებელი სოციალური ფენები. არამც და არამც, აქ ძირითადად ინტელიგენცია ეყრდნობა, საშუალო კლასს ეყრდნობა კონსტიტუციური მონარქიის იდეა და არავითარ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც სახლობანს თამაშია და იქ ვიღაცებმა თავადობა და ვიღაცებმა აზნაური შვილობა და ვიღაცებმა რაღაცა ამბიციური გამომდინარე რაღაცა უნდა გაითამაშონ. არამც და არამც, ეს არის ძალიან სერიოზული ინსტიტუტი, ერთხელ მეორე, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან არის კავშირში, სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებასთან არის კავშირში და ადვოკატების რეალური დაცვის აქტთან არის დაკავშირებული, როდესაც სოციალური უსამართლობის მსხვერპლი არ გახდა ადამიანი, რასაც ჩვენ დღეს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით, რა. სოციალური სახელმწიფო, ბაჟოს მინდა გითხრათ, რომ სოციალური პრინციპი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით და მე-5 მუხლით. აქ პირდაპირ არის ჩადებული, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ოჯახის ღირსეულ განვითარებას. ერთი მუხლია, მე-5 მუხლი, რომელშიც ნახსენებია ოჯახი. და ეხლა მაინტერესებს უბრალოდ იცით ეს ოჯახი, რომელშიც სახელმწიფო არდებს ინვესტიციას, მოთხოვოს უკან სახელმწიფომა რა. დასავლური დემოკრატია იმით იყო ძალიან მიმზიდველი თავის დროზე, სანამ ისინი გადაუხვდნენ ძირითადი პარადიგმიდან და აღმოჩნდებოდნენ ნეოლიბერალიზმის ტყვეობაში, რომ სახელმწიფო იღებდა მოეხდინა ინვესტირება ოჯახში და იქიდან მიიღო უკუგება შესაბამისი პროპორცია. ანუ სახელმწიფო და ოჯახი თანამშრომლობდნენ, როგორც აი კრედი, ასე ვთქვათ, ორგანიზმის ძირითადი შემადგენლობის პირველი რგოლი. ჩვენთან სამწუხაროდ დარღვეული ეს კორელაცია. ამისი აღდგენის ერთადერთი გარანტი ვერ იქნება რიგითი 4 წლით არჩეული, ხდებით? ეს უნდა იყოს ღვთისმსახურისმგებელი სუბიექტი, სუვერენი. მოქმედი. ეს კონსტიტუცია უნდა
ჭრაკერვის კურსები რო გვაქვს გამოცხადებული 2004 წლიდან დღემდე და ორი რედაქცია მივიღეთ განსხვავებული და მარტო 21 ჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია, ნუ რას უკაცრავად. როცა მეფე გეყოლა, ჭრაკერვას ვეღარ მოახდენ უკვე კონსტიტუციის. განისაზღვრება ძირითადი თეზისები სახელმწიფოს განვითარების და მასზე ზედამხედველობა, აღსრულებაზე პასუხისმგებლობა და აეკისრება მეფის ინსტიტუციებს. რა გვინდოდეს რომ ეს ასე იყოს? რა გვინდა? აი ეს გვინდა შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა საბაბით, მიზეზით, მოტივით მოდიან. მე უტყბებათ ეს ძალაუფლება და მე ირყვნებიან ამ ძალაუფლებას. ეს ეხება ეს. ნებისმიერი ხელისუფლება, რაც უფრო მეტია ეს ძალაუფლების კონცენტრაცია, ირყვნება და რაც უფრო მეტია, მით უფრო მეტად ირყვნება. არ ირყვნება წინაშე მარადიული პასუხისმგებლობა, რომელიც მისტიფიცირებულია. მირონცხება სწორედ ამისი გარანტია. პიროვნულად არავინ არ არის დაზღვეული იმის გარო, მეტნაკლებად კაიუდი იქნება. მაგრამ ჩვენ ახლა ცუდზე რატომ დავიფიქროთ, როდესაც საუბარია ისეთ იდეალურ მოდელზე, რომელიც ღვთისგან არის კურთხეული და ჩვენგან არა. ეს არის ერთადერთი ღვთისთვის სასურველი სახელმწიფო პოლიტიკური მოწყობის მოდელი. რასაც ქვია კონსტიტუციური მონარქია, ამ შემთხვევაში და გნებავთ აბსოლუტური მონარქია, რომელიც მანამდე იყო შუა საუკუნეებში და უფრო ქვემოთ. და ის რომ ბრიტანეთი არის ძალიან დადარაჯებული იმაზე, რომ მართლმადებლური მონარქიები არ აღდგნენ არც საქართველოში, ეს ურავის ნუ გაუკვირდება. ანგლიკანური ეკლესია დგას ღალატზე. კარგად გვახსოვს ჩვენ. ეს არის ორგზის მოღალატე მართლმადებელი ეკლესიისა და მეორე მხრივ უკვე კათოლიციზმისა, რომელიც თავისთავად ღალატის აქტია, ლობისგან განდგომილობის კუთხით, მაგრამ ანგლიკანიზმი აი ამ განდგომილობასაც განუდგა. ჩემს მიერ გახსოვთ თქვენ და თომას მორი მისი კარის აქტიურად გაწირა და თავქვათ დასაჯა სიკვდილით. მხოლოდ იმის გამო, რომ მან მეფე აამხილა, რომ მეფეს არ ქონდა შეურჩებოდა და მოეყვანა მეორედ ცოლი. და ამაზე განრისხებულმა ჰენრი მერვემ ადგა და თქვენი შუბაც დავხია და ჩემს ეკლესიას დავაფუძნებდი. და ბუნებრივია ახლა ამის ბრიტანეთის სამეფო კარი ვერ შეხედავს მართლმადებლურ მონარქიას როგორც მისთვის მისაღებს, იმიტომ რომ მისი მამხილებელია. მე მესმის რომ ეს ძალიან ესეთი სიღრმისეული შორეული თემა, ამაზე ხა კონცენტრირდებით, მაგრამ ფაქტია, ჩვენში მონარქიის აღდგენას თავისი მოწინააღმდეგეები გეოპოლიტიკურ დონეზე ყავთ. ასე ნამდვილად. ვერ უარყოფთ ჩვენ. ამისთვის ჩვენ სწორედ ესეთი გააზრება, ღრმა ანალიზი გვჭირდება ამ თემის კულტივაციის პროცესში. და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი დაუჭერთ მხარს. პირველ რიგში ამას მხარს დაუჭერს შვილად საქართველოს სამრევლო კავშირი. ვინც მართლა არის აღსარებელი, ვინც მართლა არის მასიარებელი და ვინც დედა ეკლესიის წიაღში არსებობს დღენიადად. შეუძლებელია მათ მხარი არ დაუჭიროს. შესაბამისად, მთელი ეკლესია სასულიერო და საერო პირების მთლიანი კრებული იქნება ამისი მხარდამჭერის და აპოლოგეტიც. და ეს პატარა ძალა არ არის. საკმაოდ დიდი ძალა. მე ამ ეთერისთვის რომ ემზადებოდი, ორი ძირითადი კითხვა მოვამზადე, რასაც ახლა გეტყვით. დაგისვამთ უბრალოდ, მაგრამ სანამ ამ კითხვას შევეხებოდე, დიტო შენ ახსენე აფხაზეთი და ოსები და ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ ოსებსაც და აფხაზებსაც ყოველ შემთხვევაში ვინც ახლა არიან წარმოდგენილი ამ ტერიტორიებზე, ხო? გენეტიკური ბმა საერთოდ არ გააჩნიათ არც იმ ოსებზე და არც იმ აფხაზებზე. ლევანი პერიოდულად მასთვის ვიდეო მასალას, აი როგორც ეძახიან შორტებს, წუთნახევრიას ორ წუთიანს თუ რა განწყობა აფხაზეთში. ბუნებრივია ეს არ ასახავს მთლიანად აფხაზური საზოგადოების ნაწილს, მაგრამ საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ნაწილია. და იქ არის ესეთი საუბრები, რომ ჩვენ საერთოდ არანაირი კავშირი გენეტიკური, ისტორიული ბმა არ გვაქვს ქართველებთან. ჩვენ ვიყავთ ყოველთვის დამოუკიდებლები, ჩვენ ვიყავთ ცალკე სახელმწიფო, რომ არა მოდი პირობითად, კრებსითად ბერია, ესე დავარქვათ, არ იქნებოდა აფხაზეთი საქართველოს იურისდიქციაში.
აი ამ ხალხისთვის ჩვენი ისტორია, ჩვენი მეფეები, ჩვენი წმინდანები საერთოდ არანაირ სენსიტივს არ იწვევს. არანაირი კავშირი არ არის და როგორ შეიძლება მათთან აი ეს ხიდი გავდოთ, აი როგორ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, როცა მათ უსმენ, საერთოდ ხანდახან იმედი მეწურება დიალოგისა და ასე შემდეგ. მე არა ვარ მომხრე არც ძალის გამოყენების, არც არაფერი. მაინც ვთვლი, რომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის დაждომა და დალაპარაკება, მაგრამ იმდენად აცდენილები ვართ, ჩვენ რა შუაში ვართ, მოდი ხა იმაზე ვილაპარაკოთ, რომ საერთოდ მათთვის ჩვენი აი ეს საუბარი, ჩვენი ქართული სამეფო ტახტი, ქართველი მეფე, რამდენად მათთვის საერთოდ ადეკვატური იქნება. როგორ ფიქრობ? ის აფხაზები არ არიან, ჩვენ ხო ვიცით რა. მე მეკითხები ხო? შენ და ბუნებრივია მე ლევან. არა, შენ იმიტომ რომ შენ დაძარი ეს თემა და მაინტერესებს. ნუ ძალიან სწორი აქცენტია. ჩვენ არც ვარ დიდაქტიკური სამუშაოები ვატაროთ ახლა. ჩვენს დედაარჩენილ იმ მოქალაქეებთან, რომელთა ნაწილი თავს მართლა სწორად მიიჩნევს, რომ არავით არის შეხება აქ ჩვენთან. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არიან აფსუები და არა აფხაზები, ხო? ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით. მაგრამ ჩემი თავარი დამოკიდებულების მომენტი ამ საკითხთან დაკავშირებით არ მდგომარეობს მათთან რაღაცის ჩიჩინში და რაღაცის მიუღებლის მიმღებლობის გაჩენაში. მდებარეობს პირველ რიგში იმ სამართლიანობის აღდგენაში, რომელიც უპრეცედენტო ის წინაშე აყენებს სოფლიო საზოგადოებას აფხაზეთის პრეცედენტთან დაკავშირებით. რაც გულისხმობ? გულისხმობ იმას, რომ თქვენ ვერ ნახავთ სხვა ასეთ შემთხვევას, როდესაც უმცირესობის მიერ განდევნილი იყოს კონკრეტული ოკუპირებული ანკლავიდან უმრავლესობა. გამორიცხული ასეთი რამე. 48.7% მოსახლეობისა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიაში ცხოვრობდა, იქნა პირწმინდად განდევნილი. ეს ის მოსახლეობა, რომელთა უშუალო ჩესა და ჩართულობის შედეგად მათ 1991 წელს მხარი დაუჭირეს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობას. ესე იგი, მათ მიერ გამოხატული ნება, მათ მიერ გამოხატული სახელმწიფოებრივება მთლიანად საქართველოს მიმართ და არა საკუთარი ავტონომიის მიმართ, უკვე გაცხადებული პოლიტიკური ნება, სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის ჭრილში, რომლითაც საქართველოს სახელმწიფომ მიიღო მათი მანდატები. ამის შემდეგ ისინი განდევნეს ანკლავიდან. კითხვა ისმის, ვის ვესაუბროთ? ისინი განდევნა, ვესაუბროთ მათ უმრავლესობასთან ერთად, რომელთა უკან სახლში დაბრუნების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამამდინარე უფლება მათ არ დაუკარგავთ. აქედან გამომდინარე, მთელი ჩვენი ძალისხმევა პირადად 7 წელია სახალხო დიპლომატიაში, რომ ვარ და იმიტომ ვთვლი, რომ საკმაოდ რთულ შეიძლება გარკვეულწილად უმადურ საქმესაც ვემსახურები, იმიტომ ხელია ყველაფრის გაანალიზება რა, მესამე პირის მიერ რომ შერს ამას ყველაფერს 7 წელია და ჯერჯერობით შედეგს ვერ ხედავს. სწორედ რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, ძალასთან ურთიერთობის კონტექსტში, ვისაც ხელეწიფება ჰუმანიტარული აღდგენა პოლიტიკურ დონეზე ბუნებრივია, რომ მიღებული იქნას ერთი სამართლიანი გადაწყვეტილება. და დღეს რეგიონალური турბულენცია, როგორც ჩვენგან ჩრდილოეთით, ისე ჩვენგან სამხრეთით, საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს აჩენს ლოგის ამას რუსეთში ძალიან კარგად ხვდებიან. იმიტომ არის, რომ ოსებს თავისი ჩანაფიქრი, რომ რაღაცა რეფერენდუმის სცენა გაეთამაშებინათ და რუსეთის ფედერაციის აერთიანების რეფერენდუმი ეტარებინათ, დასრულდა სრული ფიასკოთი რუსების მხრიდან.
დღეს ძალიან ბევრი სახალხო დიპლომატიური, ასე ვთქვათ, ნაბიჯი იდგმება. ყველაფერი არ შუქდება და არც არის საჭირო რომ დღესდღეობით გაშუქდეს. მაგრამ დავუნეთ, აი ამ ბოლო 3-4 თვეში, აი დღევანდელი დღიდან ძალიან საინტერესო მომენტები გამოიკვეთება სახალხო დიპლომატიური ურთიერთობის კუთხით. მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისა და დანარჩენ საქართველოში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დიალოგის დაწყების თვალსაზრისით. ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ხარდამჭერი ყავს ბელარუსის სახით. ბელარუსმა გამა ჩვენთან ჩარჩო ხელშეკრულება ყოვლის მომცველი საოჯრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, რომელიც იწყება მოცემულობით, რომ მხარეები პატივსცემენ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებულს გაეროს მიერ. ელაღონეს იხმარენ იმისთვის, რომ ეს ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული დოკუმენტი იქნეს აღსრულებული. აქედან გამომდინარე, რომ ასეთი პრეცედენტი გვაქვს, როდესაც რუსეთის ფედერაციის მოკავშირე სახელმწიფო შენი მოკავშირე და შეიძლება რეგიონულ ნიშნულზე აყვანილი მოკავშირეა, მარტივი თვისება კარნახობს, რომ შეუძლებელი არაფერია. საჭიროა მონდომება, საჭიროა ქმედება, საჭიროა ის ტიპის ხელისუფლება სათავეში, რომელიც ყოველგვარი სტიგმების გარეშე გადადგა ნაბიჯებს და დაიწყებს პოლიტიკურ დიალოგს. მე ახლა არ განვიკითხავ ხელისუფლებას ამ კუთხით, რატომ? იმიტომ რომ არსებობს მოცემულობა, როდესაც სტრატეგიული ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი თმელი პოლიტიკური აქტი იყოს, ვიდრე ფაფხური რა დეკლარაციების დონეზე, სადმე ვდივარ, რას ვაპირებ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის ულფაქიზესი თემა, უმგრძნობი არავის განკითხვა არ ეგების, აქ ჭირდება მობილიზაცია. საკუთარით არ ვიკითხოთ ყველამ, კი ბატონო. ზად უნდა ვიყოთ მობილიზაციისთვის. ამ მიმართულებით. აუცილებლად დადგება ეს. ბოდიში დიდ. დაასრულე. ეს მეთოდა ლევან, ქუთაისი. ქუთაისი, ხო, ქუთაისი, იმიტომ წამოვიდა ეს იდეა, რომ დღეს ახლა რახან აფხაზებზე ჩამოვარდა საუბარი, აფსუებზე, აფხაზეთზე. იცინია, აცხადებენ, რომ ქუთაისი იყო აფხაზეთის სამეფოს დედაქალაქი და პრეტენზიას აცხადებენ ქუთაისზე. ზოგი ამ აგრესიულად აცხადებს ამ პრეტენზიას, ზოგიც კიდე სასმელით ხელში და მონარქიის აღდგენის შემთხვევაში ჩვენ თუ სიმბოლურად მაგალითად ვთქვათ ქუთაისში გადავიტანთ სატახტო ქალაქს, ამით აფხაზებს ვეთქვით, რომ ეს არის ნამდვილად არის სატახტო ქალაქი და ნამდვილად ასევე გეკუთვნით თქვენს, ისე როგორც ჩვენ. და ის მომენტი, რომ მაგალითად შეიძლება ვიღაცას უკვე ბაგრატის შემდეგ უკვე ვთქვათ კომპლექსები უჩნდებათ დანარჩენ მონარქებზე და ფაქტიურად აღარ ახსენებენ მათ, ეს მათ ნარატივის სისუსტეზე მიუთითებს პირველ რიგში, რომ ანუ ბაგრატმა გააერთიანა საქართველო და ანუ იმის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის მათთვის და ბაგრატზეც კი რაღაც გარკვეულ კომპლექსებს აჩენენ და ლეონზე აქვთ ძირითადი აქცენტი, ხო? ის ლეონის ორდენებით ჯილდოვდებიან იქაური ეგრეთ წოდებული გმირები და ჩვენ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ თუ გვინდა მაგალითად ერთიან სახელმწიფოში ცხოვრება, ეს ფორმა იქნება იდეალური, მათი იდენტობა იქნება დაცული და ანბანის იდეაც პრინციპში აქედან ჩდება, რომ ჩვენ აღვადგინოთ 38-დან 53 წლამდე არსებული აფხაზური ანბანი, რომელიც ქართულ გრაფიკაზე იყო დაფუძნებული, სადაც აფხაზი და ქართველი მაგალითად ახალგაზრდებს გულისხმობ ბავშვებს დასაწყისი კლასებიდან, რომლებიც ადვილად შეისწავლიან აფხაზურ ენას, ქართულ ენას, შუამავალი ენა რუსული, რომელიც დღეს არის ჩვენ შორის და რუსულის გარეშე ჩვენ ფაქტიურად არ აგვაქვს ერთმანეთთან დიალოგი და ეს ამ რუსულ ენას ერთად ლანძღვაგინებისთვის ვიყენებთ. ეს ტრაგედიაა და
როდესაც მათ აქვთ შიშები და კომპლექსები იმისა, რომ დღეს არსებულ მდგომარეობაში რუსიფიკაციის შიში აქვთ, მაგრამ მეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა უბრუნდეთ გრუზინიზაციის საფრთხე გვემუქრება და ანუ გაქართველებას გვიპირებთ და მე მეუბნები, რომ თუ კი ამას აღვადგენთ და მე მექნება შესაძლებლობა, მაგალითად მე თუ არა ჩემს შვილს მაინც რომ შეისწავლოს აფხაზური ენა და აფხაზურად დაგელაპარაკოს შენ, მაშინ სადღა ის კონკრეტული ქმედება, რომ მე მაინდა-მაინც შენი გაქართველება მინდა, როცა შენ ენაზე გელაპარაკები. თუ შენ ამ ჟესტს დაინახავ ჩემს მიერ პატივისცემის ჟესტს და შენც შეისწავლი ქართულ ენას და რუსულად არ დამელაპარაკები და მშობლიურ ენებზე გვექნება საუბარი, აქ ეს რეალური ფობია, რაც არის იდენტობის გადარჩენის უმთავრესი, ანუ მე მიმაჩნია, რომ იარაღი ხელში აიღო კონკრეტულმა აფსუამ, იმიტომ რომ დამოუკიდებელ საქართველოში თავისთავი ვერ დაინახა, თავისი ენის გაქრობის საფრთხე დაინახა, ნუ ეს რა თქმა უნდა შეიძლება შეუგდეს ეს თემა, ასე უხეშად რომ ვთქვათ და ამ იმას აკნეს გააღიზიანეს. შეიძლება ეს საფრთხე რეალურად არსებობდა, მე არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საერთო საანბანო სისტემა, რომელიც ქართულ გრაფიკაზე იქნება დაფუძნებული როგორც აფხაზისთვის, ასევე ოსისთვის, ჩვენ მოგცემ შესაძლებლობას, რომ ერთმანეთს მშობლიურ ენებზე ვესაუბროთ. არ დაგვჭირდეს შუამავალი ენები. მათი ახალგაზრდები სრულიად რუსიფიცირებულები არიან, ჩვენმა ახალგაზრდობამ რუსული აღარ იცის. ერთმანეთს ვეღარ ელაპარაკებია, ველაპარაკებით ჩვენი თაობა და ჩვენი თაობა ტრამვირებული თაობაა. ტრამვირებულებს რა მოუვათ ერთმანეთში, ახლა როცა ეს დისტანციაზე არიან და ერთი რო ეტყვის აფხაზია და გრუზია და მერე ის რო ეტყვის აფხაზია და აფხაზია, ხო? მიდის დაპირისპირება, გინება, ჭხუბი და იმის მაგივრად ვირტუალურ საშუალებებს შესარიგებლად ვიყენებდეთ, პირიქით გაღვივებული გვაქვს მუშტიკრევი ვირტუალური და ანუ ეს პროცესი ჩვენი თაობა ხო რეალურად ერთმანეთს ვეუბნებობთ ველზე. ხო, რა თქმა უნდა და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ახლა დიმიტრიმ რაც თქვა, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ასეა, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ ის მაინც ახან პატარა საზოგადოება მცირე რიცხოვანია და ყოველ მეორე ოჯახში მიცვალებულია კონფლიქტიდან გამომდინარე. ისინი ბევრად მტკივნეულად აღიქვამენ შერიგების პროცესს და არსებობს ასეთი სოციოლოგიაში sunk cost fallacy, როდესაც შენ ბევრი გაქვს ჩადებული რაღაც კონკრეტულ საქმეში და უკან დახევა როცა გიჭირს. და ზუსტად ეს სისხლი მაგალითად და ის მიცვალებულები და ეს დანაკარგი რაც მათ აქვთ, ისინი ამბობენ, რომ ჩვენმა გმირებმა დამოუკიდებლობისათვის გასწირეს თავი და ეს მდგომარეობა და ეს ომში ტრიუმფალური გამარჯვება თავიანთი აზრის ეს არ ეთმობათ. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ გარკვეული საზრისის ცვლილება უნდა მოვახდინოთ ამ გამარჯვებაში, მათ გამარჯვებაში და შევთავაზოთ ისეთი ფორმა, რომ მათ საკუთარი იდენტობისათვის გაიღეს ეს სისხლი და ეს მსხვერპლი. და მათი იდენტობის გადარჩენა არ შეიძლება მოხდეს რუსეთის წიაღში, იმიტომ რომ ეს არის სრული ასიმილაცია, რომელსაც დღეს ვხედავთ. და მათი იდენტობის გადარჩენა არის ჩვენს საერთო სახელმწიფოში, ნუ ამ შემთხვევაში ქართულ-აფხაზურ სამეფოში, როგორც იმ სტატიაში ვახსენე და აქედან გამომდინარე ჩვენ მათ ვთავაზობთ რეალურ გადარჩენას, რეალური სამაშველო რგოლია ეს საერთო საამბანო სისტემა და თუ ამას გაიაზრებენ და გაითავისებენ და ბევრი ხვდება იმას უკვე რომ რუსული კირილიცა მათი ენის განვითარებისთვის არის სრულიად უპერსპექტივო და ეს არის ჩიხი და ეს არის ლაგამი მათი ენისთვის. და თუ კი ნელ-მერე ტრანსფორმაცია მოხდება და ეს ადამიანები უფრო მეტს მოახერხებენ მეტის გააზრებას, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პოზიტივი წამოვა და პირველ რიგში სახალხო დიპლომატიის ჩართულობას ვანიჭებ ყველაზე დიდ იმას ფსონს ვდებ პირველ რიგში სახალხო დიპლომატიაზე რა და აი შემდგომ უკვე ეს გეოპოლიტიკური საკითხები რაც დიმიტრი მაგერ ჩვენ რო ჩამოყალიბა რა თქმა უნდა ამის გარეშე ჩვენ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ გასაღები დევს კრემლში კონფლიქტის მაგრამ ჩვენ შორის არსებობს რეალურად პრობლემა და ეს პრობლემა არის იდენტობა არის ენა ჩვენი ენა მათ თავიანთი ენა და ეს რაღაცნაირად კიდევ ერთი გადაიჯაჭვოს
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია გეთანხმები ლევან და მე ვფიქრობ ესეც ანგარიშ გასაწევი ფაქტორია. ეს არის თურქეთის დღევანდელი სახელმწიფო ვერტიკალი და იქ ბატონებული ეთნიკური ჯგუფები. მუჰაჯირთა სახით ეს არის აბაზინური, ასე ვთქვათ, ადიღეური, ჩერქეზული. ჯამში რო ავიღოთ ადიღეური, იმიტომ ადიღეა სწორედ არის მათი კრებსითობა. არის გაბატონებული და ისინი ძალიან დიდ გავლენას ახდენენ თანამედროვე აფხაზეთის ახალგაზრდობაზე. მით უმეტეს რომ მუჰაჯირთა ძალიან დიდი ნაწილი ცდილობს რომ აფხაზეთთან იქონიოს ისეთი ორგანული კავშირები, ბევრი სახლდება კიდეც ეს ტერიტორიაზე, მათი შვილები იკავებენ ძალიან მოწინავე ლიდერის პოზიციას და ერთ-ერთი ბავშვი ესეთი ახალგაზრდა გავიცანი მე 3 წლის არსო ხუაფშხუ ადიღეაში მაიკოპში ჩვენ ვიყავით მაშინ კავკასიურ დიალოგში ჩართულები და ეს სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტი არსო ხუაფშხუ გამოვიდა მოდელირებული პანელით წარსდგა საზოგადოების წინაშე და დაასახელა აფხაზეთის შედგომის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკური განვითარების მოდელი. და წარმოიდგინეთ რომ მთელი ეს მოდელი მთლიანად ემბოდა ინტეგრაციას თურქეთთან. ის არც მალავდა და ამბობდა თანამედროვე აფხაზეთის ახალგაზრდობისთვის ძალიან საიმედოდ გამოიყურება თურქეთთან კოლაბორაცია, თანამშრომლობა, ვინაიდან ეს არის გზა ხსნა და მათი განვითარების შემდგომი პერსპექტივა. აი ესე პირდაპირ ჩამოაყალიბა ამას მოყვა სწორედ ბატონი ტრენინის განცხადება, რომ отдаляется от России семимильными шагами в сторону Турции. არის ეგ მომენტი, ამა ჩვენც და რუსებიც და კნებავქებიც ამას ვერ უარყოფს. მით უმეტეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი დამრღვევი არსებითი ხასიათის დამრღვევი იყო ჩვენი მოკავშირეები, რომელიც გაცხოველებულ აღებმიცემობაში იყო ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთთან. ანუ ვაჭრობაში იყო ჩართული და ბოლო პროკავშირი იძულებული გახდა რომ სწორედ ეს ჟენევის პროტოკოლი ეაქტიურებინა და ეთქვა რომ მოდი ერთი მეგობრებო ფსოუზე გავაკეთოთ გამშვები პუნქტი რომ ვიცოდეთ რა შემოდის აფხაზეთის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ვინაიდან რუსეთი არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და ნებისმიერი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა ვალდებულია დეკლარირება მოახდინოს ლეგალური საბაჟო გამტარიანობისა და მასში აღრიცხული მონაცემებისა და სტატისტიკების და ახდენდეს სტატისტიკების მიხედვით ანგარიშ გებას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურების წინაშე. აი აქამდე მივიდა საქმე, ხო? იმიტომ რომ თურქეთი ძალიან ექსპანსიურად იქცეოდა, ძალიან ეკონომიკურია, პოლიტიკური ექსპანსია, ყველაფერი სახეზე იყო აბსოლუტურად. თურქეთი მინდა აი ამ სივრცეებს, საკონფერენციო სივრცეებს მოედნებს აკეთებდა, მათ შორის ბოსნია-გერცეგოვინაში, იორდანიაში. შემთხვევით არ არის ეს განვითარებული ისლამის ასე ვთქვათ იაჩეიკები, რომელსაც შემდგომში რომლის წიაღშიც ინტეგრირებას ახდენდა აფხაზი ახალგაზრდობის და ამ შემთხვევაში რუსეთიც უძლური აღმოჩნდა, რომ ამისი სრული წინააღმდეგობა გაეწია და ეს მერე გამოიკვეთა კიდეც აფხაზურ ოპოზიციაში, ბადრა გუმბას ოპოზიციას გულისხმობ, რომელიც მთლიანად თურქეთისკენ იყო და პროთურქული იყო და დღემდე პროთურქულად რჩება და დღემდე ქმნის ამ პრობლემას. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გარემოებათა თანხმედროვ კარნახობს, რომ ძალიან მნიშვნელოვნად საჭირო და დროული, ასე ვთქვათ, რაცა ისეთი წამით გება. როდესაც ჩვენ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ. აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ეს არის ინტერესთა თანხმედრა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით და ქართულ-რუსული ურთიერთობების შემდგომში უნდა განვიხილოთ სწორედ ასეთი თანხმედრის შემკრებ კოლექტორად, სადაც შეგვიძლია ჩვენი ინტერესების მომსახურება შევძლოთ. როგორც გითხარით, ორი კითხვა მქონდა მომზადებული გამომდინარე იქიდან რა. შეიძლება ოდესა დავამატო. როგორ არა, რა თქმა უნდა, აბერობა. ეს ახალგაზრდა ეხლა დიმიტრი მიცახსენა, წლებია მასთან ვარ კონტაქტზე და ესე იგი ეს არის მისი мама არის მუხაჯირის შთამომავალი, რომელიც ომის შემდეგ ანუ რეპატრიაციის პროგრამით ჩამოვიდა და როგორც ამ ბიჭმა მითხრა,
დაახლოებით 13,000 ადამიანამდე ჩამოვიდა თურმე. მისი ინფორმაცია ასეთი იყო, მაგრამ 80% უკან გაბრუნდა, იმიტომ რომ ეკონომიკურად ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს და რუსული სპეცსამსახურებიც ამას ეწინააღმდეგება თავისთავად. და თურქეთისთვის ეს არის ფაქტიურად აფხაზეთი ხიდი არის ჩრდილო კავკასიასთან და სუნიტურ ისლამთან და მისი გეოპოლიტიკის ძალიან დიდი ინტერესია ისტორიულად. მაგრამ თვითონ ახლა ამ ბიჭის და მისი თანამოაზრეების ინტერესია რა არის, ეს მინდა გამოვკვეთო, ეს არის მათი დემოგრაფია. დემოგრაფიული პლუსი, ანუ დემოგრაფიული ზრდა მათ იმედებათ სწორედ თურქი მუხაჯირებისაგან. ანუ მათთან ერთად მათი გადმოსახლება რეპატრიაციის მეშვეობით, რომ აფხაზური ეთნოსი მინიმუმ 500,000-მდე გაიზარდოს. ანუ კონსერვირებული გენოფონდი, ხო, რომელიც იქ ეგუება. კი ბატონო, ზუსტად და ეხლა ამ შემთხვევაში რელიგიურ ფაქტორს იქ აფხაზეთში ძალიან სუსტია რელიგიური ფაქტორი. იქ ძალიან ქრისტიანებიც არიან, მუსულმანებიც არიან და კიდე ანცუ აყავთ ისა თავიანთი ღმერთი. ოსეთში ძლიერია ქრისტიანული ფაქტორი. აფხაზეთში ძალიან სუსტია. და ესე იგი ეს მინდოდა მეთქვა რომ ანუ დემოგრაფია მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ და თან პლუს ისინი არიან ენის მატარებლები. იქაური აფხაზები ფლობენ ენას. ენა და დემოგრაფია ეს არის ფაქტიურად გადარჩენის ესეთი ეგზისტენციალური საკითხია. მაგრამ თურქეთის აფხაზობას დამწერლობა აქვს ლათინური. აქ ანუ ზეპის სიტყვიერებაზე მაქვს საუბარი. არა, ისე დამწერლობა ლათინური აქვს, ხო, ბუნებრივია. პერსპექტივაში აფხაზური ენას განვითარება არც ლათინურთან და არც კირილიცასთან არ ექნება არც ეს ვარიანტი. ეგ მინდოდა მეთქვა. მოკლედ ეს ჩემი ორი შეკითხვა რაში მდებარეობდა, რომ ვინ არიან რეალური კანდიდატები, ვინ შეიძლება ჩვენი სამეფო ტახტი დაიკავოს, მაგრამ ამას გადავანაცვლო, რახან ჩვენ სამეზობლო შევეხე და გეოპოლიტიკას, აი ერთ-ერთი ამ ორი კითხვიდან იყო ზუსტად ეს და ბარემ ამას ვიტყვი, იმიტომ რომ ეს თემა დაიძრა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენში და გადაწყვეტილებებს. გამადიდებელ შუშაში ვიყურებს ყველა აბსოლუტურად გამომდინარე იქიდან რა ყველა დატვირთვა აქვს საქართველოს გეოგრაფიულ მდგომარეობას და შესაბამისად ყველა ალბათ ამ ნაბიჯების გადადგმის რეალური დრო რომ მოვა, ეკნება ზოგს პოზიტიური ხედვა და ქმედება და ზოგს ნეგატიური. რას ფიქრობთ, მეგობრებო, როგორ მოიქცევა რუსეთი, სომხეთი, თურქეთზე ახლა ვისაუბრეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ირანი. შიიტები, სუნიტები, გრიგორიანული მინდორობის ქრისტიანები და მართლმადიდებლები. როგორ ფიქრობთ? ვინ როგორ შეხვდება ამ ჩვენ ინიციატივას, სახელმწიფო ინიციატივას, თუ ეს დაიწყო ეს პროცესი? დიმიტრი. ვფიქრობ, რომ ეს პარალელური პროცესი უნდა იყოს რუსეთში და საქართველოში. ამ შემთხვევაში უკრაინის კონფლიქტი იქნება ალბათ კონსოლიდირებელი სამწმინდა რუსეთისა, ტრისვიტაია რუსი, რასაც ქვია. ანუ სლავების გაერთიანება, ამ კუთხით ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას და რუსების და უკრაინელების ერთობამ შეიძლება მართლა შექმნას ეს აუცილებელი პირობა მონარქიის აღდგენისა, რაც არის კიდეც ნაწილები რეალურად. მე მგონი რუსასაც უდევთ, ხო, ეს პროექტში, განვითარების პროექტში. რუსული იდეის გარშემო ანუ. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსული იდეა ასევე ეფუძნება მონარქიის აღდგენას. და შესაბამისად შეიძლება ეს დროში პარალელური პროცესიც აღმოჩნდეს. რუსეთის მონარქია და ქართული მონარქია, უფლისწული გიორგი ამ შემთხვევაში არის კიდეც ნათესაური კავშირის მატარებელი რომანოვთა დინასტიის იმ წარმომადგენლისათვის განიხილება რუსულ სამეფო ტახტზე. ამასთან დაკავშირებით სხვათა შორის ბერი გაბრიელ ურგებაძის ჩანაწერებიც არსებობს, ზეპირ სიტყვიერებიც არსებობს. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ქადაგება აქვს და ყველა დაინტერესებულ პირს ვურჩევ მოისმინოს მეუფე სპირიდონის აბულაძის ქადაგება, სადაც ის ძალიან დეტალებში იხსენებს მონასტერში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც
რუსეთის პატარა უფლისწული თავისთან ერთად ესტუმრა ამ სამთავრო მონასტერს და იქ განვითარებული დიალოგი და შემდგომი ასე ვთქვათ, რაც უკვე წინასწარმეტყველების რანგში გადის. ასე რომ არის ის პროცესი, რომელიც ქართულ-რუსულ ურთიერთობებს კიდევ უფრო შეკავშირებს ხდის სამომავლოდ. და რა თქმა უნდა, ტრადიციულ მართლმადებლურ მონარქიას ყოველთვის მტერი, ყოველთვის ხავს მოწინააღმდეგე და არაკანონიკური ქრისტიანული კონფესიები ალბათ უნდა მოვიაზროთ ერთ-ერთ პოტენციალურ მოწინააღმდეგედ არ მინდა კონკრეტიზაცია, არავის არ ვეხები ამ შემთხვევაში, მაგრამ კონფესიებში, რა თქმა უნდა, გულისხმობ იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიჭებული ეს სტატუსი, მაგრამ წმინდა თეოლოგიური წიაღისთავაზრისით არ იზიარებენ ჩვენს დოქტრინალურ ღირებს. აღარ მაქვს საუბარი ახლა, რა თქმა უნდა, ისტორიულ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებზე, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ აემტკიცებინათ, რომ ჩვენ მათ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და ეს არასოდეს არ გამოსდიოდათ. თუმცა ეს მცდელობები ალბათ სპეციალურად აზერბაიჯანი არ ვახსენე, იმიტომ რომ ეს თურქეთის კონტექსტში მოიაზრებ. ქვეყნის დასასრულამდე იარსებებს. თუნდაც იცით რა, აზერბაიჯანის მოდელი ხა, აზერბაიჯანი როგორც სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა, ის სრულიად ახალი წარმონაქმნია, მაგრამ საკმაოდ შორს გამისნული თანამძღვრებია თავისი წარმოშობის მითოსის ელემენტების განსაზღვრის თვალსაზრისით და დავითგარეჯი განვითარებული მოვლენების ფათაშორის ერთ-ერთი ამისი ნათელი გადაცემაა. ისინი ცდილობენ არქაულად წარმოადგინონ ალბანური კულტურა, ხოლო მათი ასე ვთქვათ რელიგია დაასაბუთონ როგორც პროგრესზე ორიენტირებული, აუცილებლად ასე ვთქვათ ფიგურირებს ის აზრი, რომ ისინი მოდიან სწორედ ალბანური კულტურაზე დაფუძნებულ ერად. და ეს არის ძალიან ძიმე გამოწვევა ჩვენთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც სააკაშვილმა ის ცნობილი განცხადება გააკეთა აეროპორტში და თქვა, რომ ეს სტრატეგიული მწვერვალები უნდა გადავცეთო აზერბაიჯანს, იმიტომ რომ ასეთი საჭიროების წინაშე და ჩვენო გაგებით უნდა მოვეკიდოთო. აი სწორედ ეს ზაკრული გარიგება იგულისხმება სამწუხაროდ ჯერჯერობით ემულ დონეზე სასამართლო განაჩენი არ დამდგარა 2 წელი და შეჩერებულია დავითგარეჯთან დაკავშირებული სამართლო წარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში. აი, აქაც გვჭირდება მობილიზაცია, აქაც გვჭირდება კონსოლიდაცია. ჩვენ იდენტიფიცირება უნდა მოვეთით საფრთხეების, რომლის გარშემო გვჭირდება გაერთიანება დღევანდელ დღეს. არ უნდა მივედმოვედებოდეთ და აი სახელმწიფო პოლიტიკური მართვის მოდელი, რასაც თქვენი გადაცემა დღევანდელ დღეს ჩვენი გადაცემა ეძღვნება, ეს არის ჩემი აზრით პერსპექტივარი გადამწყვეტი და განსაზღვრელი პრინციპი ჩვენი მომავალი ყოფისა. ანუ მნიშვნელობა არ აქვს ვინ როგორ იფიქრებს, ვინ როგორ შეეგებება საქართველოს ამ გადაწყვეტილებას, ან ირანი, ან თურქეთი და ასე შემდეგ, ხო? მაგას გულისხმობ. ხო, იცით, მე არ მინდა ხა შორს წავიდე, უბრალოდ ეს ადვილად პროგნოზირებადია, რომ ჩვენი მონარქია, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებელი ფაქტორი, არ იქნება კეთილად აღსაქმნელი იმ სიული, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეებისთვის, რომლებიც ისტორიული მეხსიერების ჭრილში ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩვენ მათი ნაწილი ყოფილიყავით. არა სახელმწიფოებრიობის ნაწილი, არამედ ცივილიზაციის. და შესაბამისად, არ მგონია, რომ დიდი სიხარულით ვინმე შეხვდეს ამას, გარდა ბუნებრივი მოკავშირისა, რომელიც ისევ და ისევ მართლმადიდებლობის წიაღში უნდა ვეძიოთ. შენ რას ფიქრობ, ლევან? რა გამოწვევა შეიძლება დაემატოს სახელმწიფოს? ან პირიქით შეიძლება, არც არაფერი, მაგრამ საინტერესო კითხვაა, იმიტომ ბევრმა შემეკითხა ეს. როგორც ვახსენე, როგორც კი იდეა გაჩნდა, ხორცი შეესხა, მოხდა ჯვრის წერა, ორისტოს შეუღლება, მომენტალურად გაჩნდა პრობლემები. და აღარ დავასახელებ ხა ამ პრობლემებს, მაგრამ ესე აბსტრაქტულად რომ არავინ არც ერთი მოთამაშე გეოპოლიტიკური არ გამოყო, ვიტყვი რომ მონარქიული საქართველო არის ძლიერი ქრისტიანული საქართველო. ქრისტიანობა ვიღაცას ძალიან ეჭხირება იმაში, თვალში და ყელში. ძლიერი, ერთიანი ქრისტიანული საქართველო, მართლმადიდებლური. ეს არის ჩემთვის აი ხილული ფაქტი. და მანამდე ეს იყო გლობალიზმი ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გლობალიზმი უპირისპირდებოდა რას ნაციონალურ სახელმწიფოს, ნაციონალური სახელმწიფო
დგას ეკლესიაზე და ოჯახზე. შესაბამისად, ეს იყო დარტყმის ქვეშ, ხო? ოჯახი პირველ რიგში დარტყმის ქვეშ, ეკლესია დარტყმის ქვეშ, ტრადიციები, რაც ჩვენთვის ძვირფასი იყო, ყველაფერს გადაუარეს, ხო? ქართულ სუფრას და რა ვიცი, ყველაფერს, სადაც ქართული სუფრა ერთ-ერთი რო ვთქვათ, რომელიც მეხსიერების შემნახველია, ხო? ჩვენი მეხსიერების და სადაც იქ იგივე მონარქის ვადიდებთ და ჩვენს წარსულს და ასე შემდეგ და ასე, ანუ ყველა მნიშვნელოვან იმას სვეტს დაარტყეს. შესაბამისად, ბუნებრივია შემოტევა იქნება ამასთან დაკავშირებით, ამ გადაცემასაც ალბათ გააკილიკებენ და გაატარებენ გარკვეულ იმაში ქართცეცხლში, შესაბამისად, ძაღლიყებს ქარავანი მიდის, რა ვქნათ, ეხლა ჩვენი უნდა ვთქვათ და ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და მტერს რა დალებს ახლა. კარგია, მტრიანი. თავარია რომ ეს ფაქტორი არ აღმოჩნდეს დამამუხრუჭებელი მართველი რგოლისა, ვინც იქნება ამ პერიოდის, როცა ეს თემა გააქტუალურდება, რომ არ იყოს კომპრომისის თემა, ხვდები, ჩვენ ამას გავაკეთებ და სამაგიეროდ თქვენ რაღაც. აი, ეს იყო ნაგულისხმები ძირითადში. შემდეგი თემა. ვინ არიან რეალური კანდიდატები? მე და შეიძლება რომ ვისაუბრეთ ამას წინათ. მე როგორც ვიცი მიმოწერაც ქონდა შესაბამის პირებთან. მე როგორც ვიცი და კარგი იქნება თუ განმარტავ, ორი შტო საქვს პრეტენზია ქართულ სამეფო ტახტზე. ვინ არიან და როგორ ფიქრობ, ვის ეკუთვნის ეს კანონიკურად? ეს ძალიან სპეციფიური საკითხია, ამას თავისი სამართალი და იურიდიული ასპექტები აქვს. მე ამ სიღრმეებში წასვლა არ მინდა, მაგრამ არსებობს სამეფო ხაზი და არსებობს სათავადო ხაზი. წესით ლეგიტიმაცია არის სამეფო ხაზისკენ. და ანუ ეს ჟურნალი ახლა ის კი არა ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ საერთაშორისო დონეზე ცნობილი ლეგიტიმური ოჯახები არის შეყვანილი, როგორც ევროპის ქვეყნებში, ასევე აზიის და ასევე გარკვეული ისლამური და ასე შემდეგ და ასე. ანუ ვინც არის ცნობილი დღეს როგორც ლეგიტიმური ოჯახები. შესაბამისად, აქ არიან შეყვანილი ბაგრატიონ გრუზინსკი. ბაგრატიონ გრუზინსკი გასაგებია. და სად იმყოფებიან ახლა? საქართველოში არიან, ხო? საქართველოში, კი. ეხლა არის მე რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ანა ბატონიშვილი, ბაგრატიონ გრუზინსკი, ლეგიტიმური მემკვიდრე საქართველოს ტახტის. მას ყავს შვილები, ორი ქალიშვილი, ერთი ვაჟიშვილი. ვაჟიშვილი არის სწორედ ამ მეორე ქორწინების შედეგად მუხრანელებთან და შესაბამისად ეს არის მოკლედ ნაყოფი ამ ურთიერთობისა და მაგრამ ლეგიტიმური ხელთუპყრია ბატონიშვილ ანას, მე როგორც ვიცი. ანუ ლეგიტიმაციის პრობლემაც როგორც ჩანს არ იქნება დამაბრკოლებელი, მით უმეტეს ეკლესიამ ყველაზე კარგად იცის ვინ არის ლეგიტიმური, ალბათ ხო? რა თქმა უნდა. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ საერო საკითხებზე. რა როლს ითამაშებს კონსტიტუციური მონარქია ყოფით დონეზე და პირველი მაინტერესებს როგორ უნდა შეიცვალოს კონსტიტუცია, ანუ ალბათ საპრეზიდენტო მმართველობა უკვე ას კარგავს, ხო? ისედაც ნომინალური გვაქვს, ხო? ფიგურალურად არის უბრალოდ ჩვენი პრეზიდენტი. ესეა? ფორმა რჩება საპარლამენტო დემოკრატიის, მაგრამ პრეზიდენტი არ იქნება უბრალოდ, პოსტი პრეზიდენტი. და პრეზიდენტი აღარ იქნება, იქნება უკვე მეფე მირონცხებული, რომელიც იქნება ნეიტრალური არბიტრიც, იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის განსაზღვრელიც და იქნება ადამიანის უფლებების. ესე იგი, ყოფით დონეზე, რასაც ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს, აი ვიზიტებს, ეტიკეტურ ნაწილს და ასე შემდეგ, ამას შეასრულებს უკვე მეფე. იცით როგორაა? საგარეო წარმომადგენელი არის პრეზიდენტი დღევანდელ დღეს, მაგრამ თქმა უნდა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებთან, მთავრობასთან შეთანხმებთან. როგორც ახლა. ანალოგიური მომენტი არის სამეფო გვირგვინის შემთხვევაშიც,
უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, დღევანდელი პრეზიდენტი არის სუროგატი მეფისა. რომ თქვათ უფრო გასაგები რომ ხოლო მეფეს ეკნება ის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რომელიც მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელდება იმ საგარეო პრიორიტეტების გათვალისწინებით, რომელსაც ემსახურება პარლამენტის ხედვა. რომ საგარეო ურთიერთობებზე მთავარი პასუხებელი პირი რჩება საკანონმდებლო ხელისუფლება. ასე რომ აი ეს ხელისუფლების განაწილების პრინციპი რჩება უცვლელი. მართლო ხელისუფლება, საპარლამენტო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და მასზე ზედამხედველობა მონარქის მხრიდან. აქ ბუნებრივი ლევან ხო დავამატებ ხო ანუ მე სოციოლოგის თვალსაზრისით ვიტყვი ესე იგი ვინაიდან და რადგანაც კულტურულ ტრამვაზე ვამახვილებ ყურადღებას ესე იგი ერი რომელსაც 200 და რაღაცა რამდენი წელი გამოდის ზუსტად აღარ მახსოვს ტრამვირებული ერი რომელსაც აქ ეს ფაქტიურად ქვეცნობიერად მოყვება ეს ტრამვა შესაბამისად გააზრების შემთხვევაში რომ იგი არის ტრამვირებული იმიტომ რომ ბევრს არ აქვს გააზრებული ხო დავიწყებული აქვს მეხსიერება ამპუტირებულია და რომ ადამიანი როცა გამოვა და იტყვის რომ ეხლა მეტი არ მაქვს საქმე ეხლა მეფე ვარჩინო ამას როცა იტყვის ანუ მას დაკარგული აქვს ისტორიული მეხსიერება მას აღარ აქვს წვდომა იმ თავის დიად ისტორიასთან და იმ თავის ტრაგიკულ ისტორიასთანაც ამავე დროს რომელიც იყო აი ფაქტიურად ჩვენი სიამაყის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეს წვდომა რო აქვს დაკარგული და რომ მოხდება ამის რევიზია და მერე აღდგენა ადამიანის ცნობიერებაში და ადამიანების და ჩვენი საზოგადოების ნაწილის რა თქმა უნდა ამის შემდეგ როდესაც ხდება რაღაცის აღდგენა ტრამვის მოშუშების პროცესი იწყება როდესაც ადამიანები გაიაზრებენ რომ მათ ერთ დროს რაღაც წაართვეს მათი ნებისაწინააღმდეგოდ და დღეს ისინი შეგნებით დგამენ იმ ნაბიჯს რომ ამ წართმეულს იბრუნებენ ანუ ეს ფსიქოლოგიურად გამართავს ქართველს მოხსნის აი ამ პოლიტიკური მესიანიზმის საკითხს რაც მაგალითად ჩვენ დავინახეთ მაგალითად ზვიად გამსახურდიაში და მიხეილ სააკაშვილიში და ბიძინა ივანიშვილიშიც მინდა ვთქვა მოხსნის იმ პრობლემას რომ მაგალითად დღეს რო ჩვენ ვიცით რომ მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა არ გაწირა საქართველოს და გარკვეული დანაკარგები განიცადა ამისათვის ეს არის პიროვნების კეთილინება ასე ვთქვათ მას ინსტიტუციონალურად არ ევალება მაგალითად თავისი მილიარდები დაკარგოს ხო ვთქვათ მაგრამ ის ამ ადამიანმა ეს გააკეთა და ნუ გაუმართლა ხო ამ ეტაპზე საქართველოს რომ მაგალითად საქართველოს ინტერესი წინ დააყენა კონკრეტულმა პიროვნებამ მაგრამ მონარქს ამ შემთხვევაში მეფე იქნება იგი თუ დედოფალი ეს ევალება ინსტიტუციონალურად და ეს არის მისი ფაქტიურად მის სხეული და მისი კონსტიტუცია რომ იგი ემსახურება ეს როგორც შეგნებით და პიროვნულად ასევე ინსტიტუციურად და ანუ ამის დაბრუნება და ამის აღდგენა წელში გამართავს ქართველ ადამიანს რა ჩემი აზრით ძალიან კარგი და ბოლო კითხვა მოდით ჩამოვაყალიბა ზუსტად ის რგოლები სახელმწიფო სისტემის და ფაქტობრივად ჩვენ ყველა შევახეთ საკანონმდებლოს, ანუ პრემიერ-მინისტრი, ანუ მინისტრთა კაბინეტი, პრეზიდენტიც თქვით და სასამართლო ხელისუფლება, რასაც გქონდა ბუნებრივია კითხვა. ეკნება თუ არა მონარქს შეწყალების უფლება და რა როლს შეასრულებს უზენაეს სასამართლო? ეს უკვე კონსტიტუციით განსაზღვრული პრეროგატივაა. როგორ ხედავთ? აქამდე უფლება ჯარდებული შეწყალებისა ვრცელდებოდა და დელეგირებული უფლება პრეზიდენტის მხრიდან ასე ვთქვათ
ყალიბდებოდა იმგვარად, რომ ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ხორციელდებოდა კონკრეტული მსჯავრდებული პირის მიმართ, არაფერი უდგას წინას, რომ მეფე იყოს ამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული აქტის აღმასრულებელი, რასაც შეწყალება ქვია და მე ამაში არაფერს გასაკვირს არ ხედავ, რომ მეფე იყოს შემწყალებელი იმ მაღალი ჰუმანური იდეიდან გამომდინარე, რასაც დამსახურებული შეწყალება ქვია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საჯარო საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. უზენაეს სასამართლო? ანუ უნდა დარჩეს ეს უზენაეს სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო, ანუ უზენაეს სასამართლო ბუნებრივია უნდა არსებობდეს, თუმცა აი საკონსტიტუციო სასამართლოს როლი რაღა არის? როლი და ფუნქცია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება იქნეს შერწყმული უზენაეს სასამართლოში, ისე როგორც ეს არის გერმანიაში. და რატომ არ შეიძლება რომ თქვათ საბოლოო სასამართლო აქტების რეზის უფლება ქონდეს სწორედ უზენაეს სასამართლოს, მათ შორის კანონიერ ძალაში შესული. როდესაც მათი განხილვა უნდა ხდებოდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, ასე ვამბობ, კანონიერ ძალაშია შესული გადაწყვეტილება, ის აღარ ექვემდებარება გასაჩივრებას, მაგრამ არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომელიც სადავოა კონსტიტუციური უფლებების დაცვის ჭრილში. აი ესეთ რევიზიას გერმანიაში დაახლოებით 2-3%-იანი შედეგი აქვს. ანუ საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების რევიზიის მიხედვით ვლინდება 2-3% გადაცდომები, იმიტომ რომ იდეალური არ არის, ხო, ეხლა ადამიანის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. როგორი მონდომებულიც არ უნდა იყოს იდეალისტური მიდგომებითაც კი, რომ იყოს ჭეშმარიტად აღსრულებული სამართალი. აი თუ განვითარებულ გერმანიაში ხო 2-3%-ია გადაცდომა, ჩვენ წარმოგიდგენიათ ჩვენთან რა ვითარება იქნება ამ კუთხით და რამდენი მართლა უკანონო დაუსაბუთებელი სასამართლო საბოლოო აქტის მსხვერპლია ადამიანი? გნებავთ ციხეში მჯდომი და გნებავთ ქონება წართმეული? და რატომ უნდა გავთ სტრასბურგში, როცა შეგვიძლია ქართული სტრასბურგის ინსტიტუტი შევქმნათ, ხო? და ქართული სტრასბურგის ინსტიტუტის საუკეთესო მოდელი იქნებოდა, რომ გამოვათავისუფლოთ ეს საკონსტიტუციო სასამართლოს პარაზიტული, სრულად გაუგებარი ინსტიტუცია და შეურწყათ მას იგი უпростоრად უზენაეს სასამართლოში. და უზენაეს ამისი პალატა იყოს ამაზე პასუხისმგებელი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენად მნიშვნელოვანი სახსრები დაიზოგებოდა საჯარო ინტერესის გათვალისწინებით. და ასე ძალიან ასეთი რამ შეიძლება ბევრი ინსტიტუციის მიმართ განხორციელდეს. ლევან ბოდიში. ანტიმონოპოლიური სამსახური და ასე შემდეგ. როცა გყავს აუდიტის ეროვნული სამსახური, არ შეიძლება რომ აუდიტის ეროვნული სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება იყოს ანტიმონოპოლიური რევიზია კონკრეტული მიმართულებებით. ანუ ჩვენ და ისეთ ეს ამ თემას არ ეხება ხა რაზეც ვიმსჯელეთ, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით რა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ბიუჯეტის ნახევარი მიდის ხელფასებზე. მას ხელფასები არ განსაზღვრავს ჩვენს კეთილდღეობას. იმიტომ რომ არ არის სამწუხაროდ შრომის კანონმდებლობით გავლილი ის პრეფერენციები, რომელიც ხელფასის კეთილდღეობას გულისხმობს რა. ეს ხელფასები აი ესე გაფანტულია ფაქტიურად, იქმნება მოდგენა, რომ ხალხი დასაქმებული ყავს საჯარო სექტორში და სინამდვილეში ეს ხელფასები საერთოდ ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ადამიანი და მისი ოჯახი, რომლის წინაშეც ეს ადამიანი და მისი ოჯახი დგანან. იქიდან გამომდინარე, აი ეს ყველაფერი, იცით რა, აი კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში რომ ვიმსჯელოთ რა, უკვე არწორებად ხდება, იმიტომ რომ ხმა ღვთისა და ხმა სინდისისა, ხმა ერისა ამ შემთხვევაში ერთიანდება ერთ სინერგიაში. სამშვილო ეყოლება ადამიანს, ვისაც ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თეზისებად არის უკვე გადასაწყვეტი ეს პრობლემები. ლევან, რა განათლების პრიორიტეტი, თავდაცვის პრიორიტეტი, ასე შემდეგ. იგივე სახალხო დამცველი დიმიტრი ახსენა სააჯო კარის ინსტიტუტი შუა საუკუნეებში, სადაც მიდიოდა ადამიანი, ჩვეულებრივი დაჭრილი ადამიანი, ვიღაცა გაქსუებული თავადისგან და მიდიოდა და ემაშველოდა, ჩიოდა და სამართალს პოულობდა. ამით იყო ხო ცნობილი ეს სააჯო კარი და შესაბამისად სახალხო დამცველის ფუნქციაც ამ შემთხვევაში შეითავსოს მონარქმა და ანუ უამრავი პლუსი და დადებითი აქვს. მარტო ევროპის ქვეყნებში წარმატებული
ყველაზე წარმატებული ქვეყნები, ასე რომ ვთქვათ, იმ გარკვეული ინდექსებით, ყველაზე ბედნიერები ამავე დროს არის მონარქიები. ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნები. და კორელაცია მაინდა-მაინც ამ ეკონომიკური წარმატებებისა და ადამიანური ბედნიერებისა ამგვარი კვლევები არ არსებობს, რომ ეს უკავშირდება თუ არა მონარქიას. მე ახლა ამ კვლევებით ვარ დაკავებული, მაგრამ იქ არის ფაქტორები, ინსტიტუციური სიმტკიცე, კორუფციის ნაკლებობა, ადამიანის ერთგულება სახელმწიფოსადმი და ესეთი ფაქტორებია ჩამოყალიბებული და ამავე დროს სადაც მაგალითად ინსტიტუციონალური ეს ვერტიკალი და ეს სიმყარე და ეს სიმბოლიზმი არსებობს, შესაბამისად მოქალაქეც არის ამგვარად მობილიზებული. და ფაქტიურად არის ჰარმონიაში მოქალაქე თავის ხელმძღვანელ პირთან, ამ შემთხვევაში მონარქთან და თუ კი ის აჩვენებს მაღალ ზნეობრივ სახეს, შესაბამისად მოქალაქეც არის ამ შემთხვევაში ზნეობრივი კანონმორჩილი და პატიოსანი და წესიერი მოქალაქე. და ეს იძლევა იმ ეფექტს, რისთვისაც ჩვენ თავს ვიკლავთ ამდენი ხანია, სადაც გვინდა მოხვედრა. და ჩვენ მაინდა-მაინც გარკვეულ პანაცეა კი არ უნდა იყოს კავშირში მოხვედრა. იმ კავშირში კარგი რაც არის, ის უნდა იყოს საქართველოში გადმონადგილი და ხორჩესკური. და ბოლო კითხვა, სანამ თქვენ კომენტარებს გააკეთებთ ან რამე დამატებას, ბოლო კითხვა ეს არის, ვინ იქნება მთავარ სარდალი? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შეიძლება ყავდეს დედოფალი და არა მეფე. სახელმწიფოში ამ დროს ვინ არის მთავარ სარდალი? მთავარ სარდალი ამ შემთხვევაში სუვერენი მეფე, რატომაც არა. თუ დედოფალი? დედოფალი. და ისევე როგორც საპრეზიდენტო ინსტიტუტი არასვავებს ქალს და მამაკაცს როგორც მთავარ სარდალს. ეს არის სიმბოლო პირველ რიგში და არა გენერალური შტაბის ხელმძღვანელობაში ჩარევის მცდელობა, თქვათ, ინსტიტუციურ დონეზე. ეს უნდა განვასხვაოთ ჩვენ საბრძოლო მოქმედებების თეატრს, ბუნებრივია პროფესიონალები უნდა ხელმძღვანელობდნენ, ხოლო მთავარ სარდალში გულისხმება ამ შემთხვევაში კონსოლიდაცია უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც უნდა ყავდეს პასუხისმგებელი სიმბოლო. ეს კითხვა სიმბოლო არის პრეზიდენტი, ეს სიმბოლო უნდა იყოს. ეს კითხვა დაიბადა ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჩი, რომ სამხედრო ფორმით მივიდა და ჯარისკაცები რომ დაიყენა. არა მკითხე მოამბეს როლში რომ შევიდა. ეს კითხვა მნიშვნელოვანია, ადარდებს ხალხს მით უმეტეს, როცა ხო, ვინ როგორ გამოიყენებს. ხო, ვიდა და როცა შესაძლოა რომ დედოფალი იყოს საერთოდ. ანუ პირადად მტკივნეული თემაა რა, დიმიტრი? ბრძანე? ხო, არა. ეს სხვა თემაა, ხა არ გვინდა ამაზე საუბარი. ხო და ზუსტად იმიტომაც ვიკითხე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კარგი განმარტება გააკეთე, რომ მსგავს პროცესებში საქართველოს შეარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობს გაერთიანებულ შტაბის უფროსი. და ეს კითხვა იმიტომ ჩდება, რომ გარშემო რაც ხდება ჩვენს გარშემო და თუ გნებავთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ირანთან გნებავთ კი არა, ალბათ აუცილებელიც არის ამის გარეშე ჩვენ როგორ ვისაუბრებთ, როგორ დავხუროთ პოდკასტს. ხო, იცი გუნებას მოხდება ირანში და ასე შემდეგ და აქედან გამომდინარე დიტო ლევან ხო, რომ ირანთან დაკავშირებით მე პირველ რიგში მინდა იმ სკანდალს გამოვეხმაურო, რომელსაც ადგილი ჰქონდა საელჩოს მიღებაზე 11 თებერვალს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ იქნა მოწვეული, ეს თქვათ, მიღება ისლამური რესპუბლიკის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. ის გაიმართა სასტუმრო პარაგრაფ თბილისში. მოწვეული იყო დაახლოებით 500-მდე სტუმარი, მათ შორის მეც გახდით მოწვეული. მივიღე ელექტრონული ფოივის, მე ამას გადმოგიგზავნით. იკადა ლევან, რომ თქვენ თვალით დარწმუნდით რა წერია, მე ჩემ Facebook-ზე უკვე დავდე, აქედან გამომდინარე, რაც დაინტერესებს შეუძლია შევიდეს ჩემს Facebook გვერდზე და ნახოს. იქ არაფერი წერია იმ სკანდალურ ფრაზასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩანაწერი შემდგომში გახდა ცნობილი იმ კონვერტებიდან, ეს ნაწილმა სტუმრებისა მიიღო არ ელექტრონული ფორმით, არამედ პოსტით.
გაგზავნილ კონვერტზე იყო დაწერილი გარდა აი ამ ისლამური რევოლუციის მორი წლის დაკავშირებული მოწვევისა, ეწერა ესეთი ფრაზა: ქართველთა პირველი ჯგუფის ირანში ჩასვლიდან 410 წლისთავთან დაკავშირებით. ეხლა ამაზე ცინიკური და ამაზე რა უნდა იყოს, როდესაც მაუხრებელი გზირის მიერ გაპარტახებული კახეთიდან წასხმული ახალგაზრდების საკითხის რომანტიზება ხდება და ისტორიული ფაქტის დამახინჯება ხდება ელჩის სახელით გაკეთებულ მოსაწვევებზე, იმ ელჩისა, რომელიც არის დიპლომატიის ისტორიის მკვლევარი, რეგიონის მკვლევარია, წარმოიდგინეთ, ის კარიერული დიპლომატია. თავად არის ალი მოჯანი, სეიედ ალი მოჯანი. არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ავღანეთში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, დიდი ახლო აღმოსავლეთის შემადგენელი რეგიონი ვართ, რომლის მკვლევარიც გახლავთ ეს კაცი არის ისტორიკოსი, ფაქტიურად დიპლომატი და ისტორიკოსი. ნაკარი ვართ. მას ეს არ უნდა შეშლოდა არანაირად უბრალოდ. მას ეს არ უნდა შეშლოდა არც მისხალი, მე ეჭვი არ მაქვს იმისა, რომ მას ეს არ უნდა შეშლოდა. ეს ხო გამიზნული პროვოკაცია. არ ვიცი, ვის მიერ იყო დაგეგმილი, როგორ იყო, მაგრამ მან თავისი მისია შეასრულა. პერშინგივით გაფრინდა და აფეთქდა. და ბევრმა ჩასაფრებულმა შემდგომში ეს კარგათაც გამოიყენა. რუსთაველზე რა ხდებოდა, კარგად ნახეთ, ხო? მაგრამ სიმართლე არის ის, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ მყოფებისა არ ვიცოდით ამის შესახებ. ეს მერე გახდა ცნობილი, როცა დასდა ეს მიღება და აი ეს კონვერტები შემდგომში აღმოჩნდა, რომელიც კონვერტი კონკრეტულად მახსოვს კიდევაც აღმოსავლეთ ცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორისადმი გაგზავნილ კონვერტზე იყო საუბარი. ეს არის ბატონი გიორგი სანიძე, რომელსაც გაასაჯაროვა თავისი კონვერტი და თქვა, აი ხალხო, მე ესეთი კონვერტი მივიღე. და არის ჩემთვის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ჩემთვისაც და ნებისმიერი ქართველისთვის იქნიც იყო, ჩვენ რომ მსგავსი რაღაცა მოსაწვევზე გვენახა წარწერის სახით. ამიტომ მე მიმაჩნია და ამით მე არანაირ დიპლომატიურ იმას ეტიკეტს არ ვარღვევ, ასე ვთქვათ, სამოქალაქო პოზიციიდან, რომ ბატონმა ელჩმა უნდა მოიხადოს ბოდიში. არაფერი მიუღებელი არ არის, როგორც 2018-ში მოიხადა ელჩმა, როდესაც შეურაცხეს ქართველი საზოგადოება ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე და მაშინ ჩვენ მე და ჩემი მეგობრები მივედით ირანის საელჩოში და 700 კაცი მოვიდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მიგვიღო და თქვა მე ბოდიში და ჩემი ბოდიში წერილობით გამოქვეყნდება ინტერპრეს ნიუ. გააკეთა კიდევაც. და ეს ელჩი ჯერჯერობით დუს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი საყენა თვითონ ხელისუფლებას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლაშა დარსალია, რომელიც იქ იმყოფებოდა მთავარ სტუმრის როგორც მოხსენებელი, ხო, მოხსენებელი. უპირესად ძიმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ამ ფაქტმა. თორე ის უცნობი გარემოება იყო იმ მომენტში. და რაში დაჭირდათ ამისთანა პროვოცირება? აი ეს არის ზუსტად კითხვა, რომლითაც უნდა ინტერესდებოდეს ჩვენი საგარეო უწყება. და მე არანაირი ნიშნის მოგებით ამას არ ვამბობ. ეს არის სრულად კანონიერი და ბუნებრივი. რომ დახურული არხებით ამას არ ყვევდნენ. და მოუწოდებდნენ დახურული არხებით იმისკენ, რასაც ახლა მე ღიად ვსაუბრობ, რაზეც. მარტული ირანული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს მომავალშიც. და არავინ და არაფერმა ხელი არ უნდა შეუშალოს, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით არსებული, ასე ვთქვათ, გეოეკონომიკური დერეფნების მონაწილე, ასევე ჩრდილოეთიდან სამხრეთით და სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ანუ ჯვარსახოვანია ჩვენი მისია. სამეთრო ურთიერთობებში ბუნებრივია ირანი, რომელიც პლაცდარმია, როგორც პოლიტიკური აქტორი, არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, სხვა მიმართულებითაც. და არის ერთგვარი ჰაბი, დამაკავშირებელი 7500 კილომეტრიანი უწყვეტი მაგისტრალური მოძრაობისა პეტერბურგიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. და როგორ შეიძლება ამისთანა პროვოკაციული აქტებით ჩრდილი ადგებოდეს მნიშვნელოვანეს სტრატეგიას, რასაც პოლიტიკა, გეოეკონომიკა და ზოგადად ჩვენი ჩართულობა ქვია რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატებში. არამც და არამც აუშვათ ეს. შეცდომა იყო, აცდომა იყო.
გასაგები არ გვეტყვიან ღია თუ ეს იყო პროვოკაცია. მაგრამ დაარქვა შეცდომა ბატონო. განსაკუთრებით 410 წელი ჩემი გვარის წინაპრებისთვის არის მნიშვნელოვანი, როგორ თავისნებით ჩავიდნენ თურმე იმ დროინდელ სპარსეთში. ჩემი გვარი ჩემი გვარი თავიდან ბოლომდე ფერეიდანში ამჟამად. იქ ხალხი ამბობს, რომ მაშინ ცისარტყალაში თუ გაძვრებიან, საქართველოში დაბრუნდებიან, ეგეთი ისა თქმულება. ანუ ჩემი აზრით არ ვიცი ხა ეს რა არის, მაგრამ ნუ გარკვეული პროვოკაციის სუნი ազდის და საქართველოს გამოყენება, რომ ბევრს უნდა გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე რეგიონში ეს ცხადია და შესაბამისად უჯობესია ალბათ ქართულ-ირანული ურთიერთობისთვის, რომ ამ ელჩმა გააკეთოს შესაბამისი განცხადება და იგივე ხალხს, ვინც ასე უხერხულში ჩააყენა, განმარტება მისცეს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და მაგრამ აქვე თქვა, რუსთაველზე რო აქცია მიმდინარეობს შახის ოჯახის და შახის ვაჟი ფეხლევის გვარის წარმომადგენელი ფოტოები უკან ამერიკის დროშა, საქართველოს დროშა და მე მგონი კიდე უკან ევროკავშირის დროშაც კი იყო. ისო პარალელურ რეჟიმში მიდიოდა ხა ამას რამხელა დათვითმა. მაგ ხალხი მაგალითად რომელიც შახის დროშას აფრიალებს გეტყვის, ახლა ბაგრატიონები ვარჩინო, მეტი არ მაქვს საქმე. აი ეს არის ერთგვარი პარადოქსი რა. ასეთ ხალხს შეუძლია მსგავსი რამე თქვას და ეს არის სამწუხარო რა თქმა უნდა. მეც არაფერს არ ვიტყვი ხა მაგას. მეგობრებო, ძირითადში რაც შეიძლებოდა ამ მოკლე პერიოდში პირველ პოდკასტის კვალობაზე გაგვემართა ლევან ყველაფერი თქვი თვითონ თავის აზრი გამოხატა, ნუ მე ჩემი წირი აზრი გამოხატე და კარგი ის არის რომ ჩვენ ფაქტობრივად დისკუსი გავხსენით. ამ ვიდეოს ვინც ნახავს თქვენც ბატონო ლევან, ბატონ დიმიტრი ჩატებში ნახავთ იქ რა რეაქცია აქვს, ვინ რა კომენტარს ტოვებს და ანუ პირველ ეფექტს მივიღებთ საზოგადოების განწყობისა. და ნუ მოდი იმედი ვიქენიოთ, რომ დაინტერესებული ხალხი შემოგვიერთდება, ამ ფორმატ ჩვენ შევინარჩუნებთ. მე ვიცი ამ პლატფორმას კიდე უნარი რომ ერთი ორი პირი, სამი პირიც კი დავიმატოთ, ასე რომ კი, მე ვიტყვი იმას, რომ წართმეულის დაბრუნება არის ღირსების საკითხი. ვინც ამას ვერ იღებს, ეს ფაქტაშორის ერთი იდეა მომევიდა თავში. კარგი იყო. ეხლა ჩვენი პოდკასტი არის ინტერნაციონალური, ასე ვთქვათ, ჩართულობის კუთხით. ტრანსლაცია მიდის შეერთებული შტატებიდან, ნიუ-იორკიდან, გვერდება გველინი, ლევანის სახით და მე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ვარ თბილისში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი დიასპორული ორგანიზაციები მრავლად არის მთელ მსოფლიოში გაბნეული, ძალიან კარგი იქნება, რომ მათგან ბატონ ნიკას შეურჩიოთ რესპონდენტები. მე მაგალითად ვეცდები, რომ რუსეთის ფედერაციაში მდიდარია დიასპორული ორგანიზაციებით ქალაქების დონეზე, პეტერბურგს თავისი ყავს, მოსკოვს თავისი ყავს, ეკატერინბურგს, კრასნოიარსკს და ასე შემდეგ, სოჩი, მაგალითად არაჩვეულებრივი დიასპორაა, სოჩის დიასპორა, სტავროპოლის ბატონი ლობჟანიძე, იქეთ ჭადუნელი, იქეთ ბატონი ცეცხლაძე და მოდით აი ჩავთოთ ხოლმე რა, ასე ვთქვათ, ეს პალიტრა გავაკეთეთ. იქ იტალიიდან, გერმანია, აგი ბატონი ლევანია, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, სკანდინავიის ქვეყნებიდან. ძალიან კარგი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დანახვა საქართველოს პრობლემა. რა პრიზმაში შეიძლება იქნეს გამაერთიანებელი ყველასთვის და რა თავისებურებები ახლავს ამავე დროს ამ გაერთიანებამდე ეფექტურ ხედვებს. იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს გარშემო უნდა ვიტრიალოთ ბუნებრივია. მაგრამ საქართველოსზე ფიქრები შვედეთიდან, გერმანიიდან და შეშტატებიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან რამდენად განსხვავებული იყოს, ეს მხოლოდ გაამდიდრებს წარმოსახვას ჭეშმარიტების წესში. ასეთი იდეით შემოვდივარ მოკლედ. და მშვენიერი იდეა დიტო და თუ ლევან, თუ ხელშემიწყობთ და დაინტერესებული პირები იქნება, რა თქმა უნდა. მე დიდი სიამოვნებით ჩავთავ, ჩემი საქმიანობა ეს არის. და მოწოდებითაც და შინაარსობრივადაც და დიდი სიამოვნებით და ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ
რა კი ფორმატი იძლევა საშუალებას, ჩვენ შეგვიძლია აი მსგავს ეთერში შემოვიყვანოთ სხვადასხვა დიასპორის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამის საშუალებაც არის. გადასარევი აზრი. კარგით, მეგობრებო, მე მგონი საინტერესო გამოვიდა, მე მგონი კი არა, უდაოდ საინტერესო გამოვიდა, თითქმის ყველაფერს შევეხეთ, იმიტომ ვამბობ ამ დათქმას თითქმის, იმიტომ რომ არასდროს არ არსებობს საუბარი, სადაც აბსოლუტურად ყველა თემას ვეხებით, რაღაცა გამოგჩება, რაღაცა ყურადღების მიღმა დარჩება, რაღაცას უბრალოდ ვერ ითვალისწინებ, მაგრამ რაც ძირითადი იყო, ჩვენ ყველაფერს შევეხეთ. ლევანმა განმარტა ძირითადი სტრუქტურა აი ამ კონცეფციისა, თვითონ შესანიშნავი პოლიტიკური ანალიზი გააკეთა ამ პროცესის და მე თქვენი მონომორჩილი მზად ვარ, რომ ყოველთვის მიგიღოთ და აქტუალური დისკუსი შემოგთავაზოთ როგორც საქართველოში მყოფთ, ასევე გერმანიაში, ასევე ბუნებრივია ვინც აქ ამერიკაში მიყურებს და რა ვიცი, დანარჩენი უკვე ხა ჩვენზეა და ჩვენს მარიფაძე ამასინად ლევას მივმართე, რომ დანარჩენი ხა ჩვენ მარიფაძეა მეთქი. აი დიმიტრი ხომ მოვიწვიეთ. მოვიწვიეთ. საინტერესო იქნება კიდევ ხმაში ანუ ტრანსლაციის ხო, აი უცნაურია, იმიტომ რომ დიმიტრისთან სულ ესე გვაქვს ხოლმე რა. ესე არ ჩანს და მე როცა იტვირთება მე მოდი ამჯერადაც იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგია. მეგობრებო, მოკლედ ამას ავტვირთავ და მოგაწვით პირადში და მეც ჩემს Facebook-ზე და YouTube გვერდზე განვათავსებ. აბა კარგად, დიდი მადლობა. დროები კარგად, წარმატებები, დიდი მადლობა. ნახვამდის. კარგად.